გამარჯობა. მოკლედ დღეს ვილაპარაკებთ ალბათ ჩემს ცხოვრებაში ორ ყველაზე საკრალურ ამბავზე, თუ ცოტათი მუსიკას და კინემატოგრაფს არ ჩავთვლით, ლიტერატურაზე და ფეხბურთზე და გვყავს ალბათ ყველაზე შესაბამისი სტუმარი ამ ამბავთან დაკავშირებით, სრულიად ლეგენდარული ბიძინა ბარათაშვილი, ბიბლუსი თოქს უყურებთ, მე გიორგი კეკელიძე ვარ და მადლობა ბატონ ბიძინა მობრძანებისთვის. Ირიქთ მადლობა მოწვევისთვის და მე ყოველთვის სიამოვნებით საუბრობ შენთან, იმიტომ რომ ჩვენ ერთად მიყვავდა გადაცემა, ასე რომ და ძალიან მაკლია სხვა შორის ის ვიგრობ რომ ის აღსადგენია, ჩემ ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე მიდიოდა, ეგ რაღაცები ბუნდოვნად მახსოვს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც ტკბილად. მოკლედ, დავიწყოთ ფეხბურთით და დავიწყოთ რაღაც აზრი ძალიან ზოგადი, მაგრამ ალბათ ემოციური თვალსაზრისით ძალიან კონკრეტული კითხვით. აი, როგორ მოახერხა ფეხბურთმა უამრავ სპორტთა შორის? და ფეხბურთი არ არის ყველაზე ძველი სპორტი. ტრადიციის თვალსაზრისით, ხო? აი, ისტორიული აზრით ახალგაზრდა სპორტია საერთოდ, ხო? 200 წელი არაფერ არ არის. კი, რომ აი ერთი პოეტის ფრაზა რომ გადავათამაშოთ ერთი ცრემლით და ერთი შეყვირებით მეტი ყოფილიყო სხვაზე. აი რაღაცნაირად გააკეთა ეგ. იცი რა, ალბათ, ეხა ჩემი აზრი გაინტერესებს, ხო? ხო, ცხადია. შემთხვევაში მე არ მაქვს პრეტენზია, რომ რაღაცა აუცილებლად რაღაც ჭეშმარიტებას ვაღადებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალბათ იმით, რომ ყველაზე სახალხო სპორტია და ყველაზე იოლად სათამაშო, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში თავისი დასაბამიდან თუ ავიღებთ, ხო? და ეს არის რაღაც 19 საუკუნის 60-იანი წლების შუა, ხო? წესები ყველაზე მარტივი, ანუ გასაგებია, რომ თქვა იგივე რაგბი, ხან ფეხით თამაშობ, ხან ხელით თამაშობ, რომ დაუკავშიროთ იმ დროს შექმნილ, თქვა სხვა სპორტის სახეობებს, ხო? აქ თავიდანვე ყველაფერი გარკვეული იყო, რომ ფეხით ურტყამ, დანარჩენი ყველაფერი არის აკრძალული, ხო? რაც დღეს იმდენად შეცვლილია და ამიტომ ქნის თავის ვართან და მასთან მიმართებაში რაღაცა უამრავ პრობლემას. თავიდან იყო ეს მარტივი. პლუს ჭინჭის ბურთი რაღაცას შეიძლება რაღაც დაამრგვალო და ითამაშო, მას ეს არ არის ჰოკეი, რომელსაც ჭირდება თქვა ჯოხი, ჭირდება შაიბა, ჭირდება ყინული. ეს არის ბურთი, რომელიც იმთავითვე, თქვა თუ ჩვენ ავიღებთ რაღაც სათამაშო სპორტის სახეობებს, ან მიმსგავსებულს ფეხბურთთან, ან რომლებიც ყველანი მერე შესაბამისად ითვლებიან სხვადასხვა ქვეყნებში თუ კონტინენტებზე ფეხბურთის წინაპრებად, ხო, და თუ წინამორბედებად. ბურთი მუდმივად იწვევდა რაღაცა თამაშის, ხო, ინტერესს და თამაშის სურვილს, ხო, ადამიანში. და საბოლოოდ მე აი ბურთის ხელით, ფეხით თუ თავით თუ იყო ანუ სიმარტივე ხო იცი აცტეკები თამაშობდნენ დაუშვათ რაღაც იდაყვებით თუ რაღაც ხო და სახელმწიფოში ეგდოთ არ იმუშავა ამან. ნუ ჯერსეთი ვეისაც ვერ იმუშავებდა, იმიტომ რომ აცტეკები ვინც მოიგებდა თავსაჭრიდან იმას და შესაძლოა დიდი სურვილი წესით არ უნდა გაჩნდა ნორმალურ ადამიანს, ხო და როგორც კი მიხვდა რომ შემცირდა რაოდენობა, გაანებეს თავი ისე რა ქვია ამ თამაშს. მეორე მსოფლიო ომის პირობებში ფეხბურთზეც იყო ეგეთი ლეგენდები, რომ ვინც მოიგებდა თავს მოაჭრია. კი, იცი ეს სხვა შორის არც ერთი ეს ლეგენდა არ დასტურდება აბსოლუტურად არა. ამიტომ თქვი რომ ლეგენდა. ხო, მაგრამ სამაგიეროდ დასტურდება პირველი მსოფლიო ომის დროს ინგლისელი და გერმანელი ფეხბურთელების მატჩი და იქამდე დასტურდება და მუზეუმშია დაცული და სხვა შორის აგერ შენ ახსენე რომ კინო გიყვარს და თუ გავიხსენებთ ამერიკულ მშვენიერ ფილმს ეს რა ქვია შემოდგომის ლეგენდებს იქაც არის ეს ეპიზოდად შეტანილი როდესაც ვერ მიდიოდნენ შეტევაში ინგლისელები გერმანულ ვთქვათ ცეცხლს უფრთხოდნენ ერთ-ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა რომელსაც ბურთი ჰქონდა ზაღებული ფრონტზე და ეს თავისთავად მეტყველებს ბევრზე ხო და მის ვთქვათ ფეხბურთისადმი რაღაც
ფანატიკურ სიყვარულზე, ხო, როცა ბურთი რატომ წაიღო მაშინ რა ქვია ფრონტის ხაზზე. და აღმოაჩნდა, ხო, ამოიღო ბურთი, დაარტყა ფეხი და შეტევაში წავიდნენ ბურთის რყმით ასე, ხო? და ეს იცი რა, ყოველთვის ეს ბურთი დაცულია მუზეუმში, ფეხბურთის მუზეუმში ინგლისში და ჩემთვისაც გარკვეულად საკრალური თემაა ეს, იმიტომ რომ პირველი წერილი, რომელიც მე და გოგი თუშმარიშვილმა დავწერეთ საერთოდ ფეხბურთზე, ეს ხო მალაჯოშ გრუზიაში 90 წლის სოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ვიხილავდით და მათ შესაძლებლობებს მაშინ არც ინტერნეტი, არც არაფერი არის და აი რაღაცა სხვადასხვა ჩეხურ და სლოვაკურ ჟურნალებში, კერძოდ შტარტი იყო სლოვაკური და სტადიონი ჩეხური, იქიდან ამოჭრილ რაღაცა და სახელდახელოდ ნათარგმნ წერილებში აღმოაჩინეთ ფოტო აი ამ ბურთის, ამ ჩაფუშული ბურთის უკვე ბუნებრივია და აი ეს ისტორია. და მართალი გითხრა, ჩემი სპორტული ჟურნალისტიკით გატაცება სწორედ აი ამ სტორებმა და ამბებმა გამოიწვია და ეს იყო ის პირველი ამბავი, რომელმაც მე იმდენად ჩამithრია, რომ მომინდა ამაზე რაღაცის დაწერა და ის ინგლისზე დაწერილი წერილი მე ვთვლი, რომ იმ ციკლიდან, რომელიც ჩვენ მაშინ გამოვაქვეყნეთ მალაჯოშ გრუზიაში, ყველაზე უფრო საინტერესო იყო სწორედ აი ამ ფაქტიდან გამომდინარე და მე კინოში ვნახე მთლად ეს და ისე უყურებდი, რომ გეგონებათ მე ვიყავი სცენარის ავტორი, იმდენად მოვიხიბლი ამით და თუ დაუბრუნდებით ამ კითხვის არს, რაც შემდას, ხო? ეს არის სიმარტივე და ეს არის მწერლობას რაღაცით, იმიტომ რომ ისიც ძალიან იაფი ხელოვნება, კალამი გჭირდა. აქაც შეიძლება რომ ნებისმიერი ეზოში რაღაცა დაფუშული ბურთით და ცოტა ორი ქვა ჭირდება, რომ კარები მონიშნო. ხო, ყველას გვითამაშია ასეთ სახელდახელოდ, ხო, მაგას ვამბობ და ვიცი რა, მარტო ჩვენ კიდე სხვა პროფესიას გავყევით და ვინც მან ქუჩაში დაიწყო კარგად ფეხბურთის თამაში, ისინი არიან ის ვარსკვლავები, რის გამოც მე მილიონერი როგორც წესი. როგორც წესი, ხა თუ რაღაცა ძალიან აკადემიურ ქვეყნებს არ ჩავთვლით. მე სხვათა შორის, ეს რაღაც ობიექტური წინაპირობებით იყო განპირობებული 90-იანი წლების სირთულეებით, ფეხბურთი რეალურად გავიცანი კითხვით. ძალიან უცნაური ამბავია, ხო? რაღაც უკიდურესი ფრაგმენტები მქონდა ნანახი 90-ის ჩემპიონატის, 94-ის ისიც აი შუქი თუ რაღაცა სადღესასწაულოდ მოვიდოდა, იქ დაემთხვეოდა, რომ რატომღაც სპორტული აცემა. აი ეს ძალიან ისეთი ბუდოვანი ამბავია და შეიძლება ამას ვიგონებ კიდეც და მე ვნახე. იმიტომ რომ რეალურად მახსოვს, რომ ძირითადად ფეხბურთზე ან მიყვებოდნენ, ან მკითხულობდი. აი მახსოვს, რომ მაგალითად შემთან სახლში იდო გურამ ფანჯიგიძის წიგნები, ეს ნისლიან ალბიონზე, მექსიკა ბურთით და უბურთოდ, მარადონა რეი მახსოვს, რომ ძალიან ესეთ შესამჩნევ ადგილას იყო გამოფენილი და აქეთ ხატების კუთხე იყო და იქით ჰემინგუეის სურათი ეკიდა და ნუ ადამიანი არ მეგონა ყოველ შემთხვევაში მარადონა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისეთ ადგილას იყო გამოფენილი. იქ დღემდე არ გონია. ხო, კი, მესმის, მაგრამ მე რაღაცა სხვა მიზეზით არ მეგონა. ეგ არის საინტერესოდ. მე იყო ძველი მართვეები, სხვა შორის, რომელიც ბლომად დამხდა, ხო? ჩემი სიმამრი იყო მისი რედაქტორი, მთავარი რედაქტორი. და იქ ვკითხულობდი რაღაც მიმოხილვებს, ანუ უკანა რიცხვით ეცნობოდი ერთი, ანუ იმ წუთას რა ხდებოდა მსოფლიოში არ ვიცოდი, მაგრამ იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს ამბავი, რომ ძალიან ჩამithრია. ანუ მოყოლილი ფეხბურთი. გენებავთ ზეპირად, გნებავთ ტექსტით, იქ სხვების ტექსტებიც იყო ბუნებრივია, მე იქ დიდი მანუჩარი წავიკითხე, დინამო წავიკითხე, ანუ სერიოზული წიგნები, ძალიან კარგად ძალიან ბევრი იწერებოდა და რა ეპოქა იყო ეს, რატო ხდებოდა? ნუ ჯერსეთი ეს იყო საბჭოთა კავშირი, მოდი დავიწყოთ ამეთი, რომელიც იყო აბსოლუტურად ალოგიკური და რაღაცა გარკვეულწილად სიურეალისტური სამყარო, რომელსაც ვერც თავს გაუგებდი და ვერც ბოლოს საფეხბურთო კუთხით ლაპარაკობ ამას არ ლაპარაკობ ამას მარტო პოლიტიკური თემით, თუმცა იქაც იგივე იყო სწორი თუ იყო. მაგრამ ეს კაი ამბავი აღმოჩნდა. ნამდვილად. მაგრამ ნახე რა ხდებოდა პატარა გადახვევა რო გავაკეთებ ჩვენ ახლა შენ ამბობ რომ თქვათ კითხვით მივედი ფეხბურთზე. ჩვენც ასე ვიყავით. მართალია ჩვენ ყავდა ჩვენი
თბილისის დინამო იმ რანგის, რომელიც დღეს არ ყავს. ცხადია. თუ ნაკრებს არ ჩავთვლით დაუშვათ ხო? და კვირაში ორ კვირაში ერთხელ, როცა საშინაო თამაშები ქონდა, თქვათ, დინამოს, ეს იყო დღესასწაული, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავით ფეხბურთზე და ცოცხალი ნახვის საშუალება. ეს იყო. მაგრამ თუ ლაპარაკობთ ფეხბურთთან, თქვათ, ესე ნაცნობობაზე, ხო და მეგობრობაზე, ეს იყო ერთი, თქვათ, შენი გუნდი, თბილისის დინამო, მაგრამ თუ საერთაშორისო დონეზე ვლაპარაკობ და განსწავლულობაზე ვლაპარაკობ და გარკვეულობაზე და უშუალოდ მსოფლიო ფეხბურთის იერარქიაში ვინც არ არის, რა დონის ვარსკვლავები არსებობენ, ხო, როგორც დღეს ვართ განებივრებული, მაშინ ჩვენც კითხვით ვიცოდით ეს. და თქვათ, ჩემთვის ერთ-ერთი პირველი წიგნი იყო შემდგომში ჩემი სიმამრის ნოდარ გუგუშვილის მიერ შედგენილი 66 წლის დღემდე მაქვს დიდი უშველებელი წიგნი, რომელიც მართლა საოცრებელი იყო, იმიტომ რომ იქ იყო სრული სტატისტიკები წერია. კი, იქ იყო დეტალები, რომელ წუთას რა გაიტანეს. ნახევარზე მეტი ფოტო მათი გადაღებული იყო თვითონ და იყო ძალიან საინტერესო საკითხავი. მე ეს არის პერიოდი, როდესაც ლელოა და როდესაც ლელოობს, ეს არის მიხეილ კაკაბაძის რედაქტორობით გამომავალი გაზეთი, სადაც არიან თვითონ მიშა კაკაბაძე, სადაც არის ბიჭიკო ქორქია, რომლის წიგნებიც ასევე ჩვენთვის სამაგიდო იყო, სადაც არის ნოდარ გუგუშვილი, არიან აი ჩვენი ჟურნალისტიკის, სპორტული ჟურნალისტიკის კორიფეები, და შემთხვევით არის, რომ დღესაც მათი სახელობის პრემიები გაიცემა, თქვათ, გამორჩეული სპორტული ჟურნალისტები. ისე წერდნენ, რომ განახებდნენ. იცი რა შეძაგ. არც ერთი არ იყო, რაც არ უნდა გასაკვირი იყო, ცუდის თქვა არ მინდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე და ნიუსური ის არ იყო რა ამბავი. ესენი არ იყვენ ჟურნალისტები. წერლები, ესე ან წერლები, იყვენ ფილოსოფი. ხა ნოდარს ფილოსოფიური ქონდა დამთავრებული, იქ კუწას ანუ მას რა ქვია მიშა კაკაბაძეს ასევე რამდენად პლუს ჩართული ყავდა თქვა მისი ვაჟი ათუნა, რომელიც მერე სწავლობდა იენაში და იქიდან იმას ჰქონდა საშუალება, რომ თქვა აღმოსავლეთ გერმანიაში ცხოვრების პირობებში იჭერდა რაღაც ტელევიზორით, უყურებდა თქვა რა ხდებოდა დასავლეთ გერმანიაში და იქიდან ინფორმაცია პონტი. ეხლა შენ თქვი რომ დაგვიანებულიო. ეხლა მე გეტყვი, მე ვწერდი ლელოში და რადონის რამხელა დაგვიანებები იყო და მიუხედავად ამისა, როგორი კითხვადი იყო თქვა ეს გაზეთი 300,000 ქონდა ტირაჟი და ვერ იპოვიდი დილას ემაზე. მაგრამ ეხლა ნახე რა ხდებოდა რა. მე გეუბნები უკვე 80-იანის შუა პერიოდს, როცა მეც დავიწყე თანამშრომლობა ლელოსთან. წარმოიდგინე, მე მქონდა გამოწერილი, თუ კი რამ გამოდიოდა, ეხლა მაშინ ინტერნეტი არ არის, ხო? მე მქონდა გამოწერილი, ეს ახსენეს სტარტის სტადიონი, მქონდა 4 პოლონური გაზეთი თუ ყოველკვირეული ჟურნალი და გერმანული, უნგრული, მოკლედ თუ კი რამე არსებობდა, რაც შეიძლება შემოსულიყო სოციალისტური ეგრეთ წოდებული ბანაკიდან. კი ბატონო. და მე უკვე როცა ცოტა უფრო დათბა, მე შეიძლება უკვე თქვათ იმაში რა ქვია სასტუმროებში უკვე კაპიტალისტური ქვეყნებზე შემომავალი რაღაცა ოწეპელის დროს. ხო, ან აუცილებლად რა იყო, უნიტა იყო, იმიტომ რომ იტალიური კომუნისტების გაზეთი იყო, Morning Star იყო, ინგლისელი კომუნისტების გაზეთი. მაგრამ სპორტზე წერდნენ. ამიტომ შესაძლოა იყო, ხო, იმიტომ რომ მარადონაზე წერდა ეგ და წერდა რომ რამდენი გოლი გაიტანა თუ რა გააკეთა, თქვა მილანთან შეხვედრაში და ახლა ჩემს მე იქ წინა იმაზე რა წერდა პოლიტიკაზე ეს ჩემს ნაკლებად საინტერესო იყო. ოღონდ წარმოიდგინე შენ, ამას ჩვენ ეს ჯერ იმათ უნდა დაებეჭდათ იქ, ხო? ამბავი. მე ის უნდა ჩამოსულიყო მოსკოვში, მე მოსკოვიდან გადმოეგზავნა თბილისში, ხოშაუროვის ქუჩაზე გაენაწილებიათ, მე ჩემ ფოსტარინოს მოეტანა ჩემთან სახლში, მე წამეკითხა. მე თარგმნა მიმეტანა რედაქციაში, იქ უნდა გაესწორებია კიდე ვიღაცას. უნდა სტილის სცენა აეწყოთ და გამოეშვათ და მე კითხულობდი შენ ამ ამას. ანუ სადღაც ერთი კვირის კარგ შემთხვევაში მე იცი როგორ ამას უკვე ვაუმჯობესებდი ჩვენ იმითი რომ ხოშაუროვის ქუჩაზე ხვდებოდი, ანუ აღარ ველოდებოდი ფოსტალიონი ამოვაგდა ხა მე მეტი სხვა რგოლი ვერ ვიპოვე რომ ამომეგდო გესმის. მაგრამ ჩემამდე ეს კიდე მეგეუბნები 80-იან წლებში. იქამდე როცა მე ვთქვათ მიყვარდებოდა ფეხბურთი. იმ პერიოდში ჩემ
ჩვენი ხნის თაობას, ხო? იმას საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა. მე ერთხელ ბუბა ხოტივარმა მომიყვა ის იყო ერთ-ერთი აი ბაღელები ვერის ბაღის მაგ კულტურაზეც მინდა მე ვიყავ. კი და ესენი ოღონდ ვერის ბაღი რომ მე მოვესწარ ვერის ბაღს და თურმე თავიდან ისინი ოპერის ბაღში იკრიბებოდნენ და მათი კერპები იყვნენ უნგრეთის დიდი გუნდის ფეხბურთელები რომელიც საერთოდ არ უნახავთ. ანუ მათ ისე შეუყვარდათ პუშკაში, ციბორი, თქვათ, კოჩიში თუ ის ხო საერთოდ არ უნახავთ და ამათ ჰქონდათ შინაგანი ეს დისიდენტური რაღაცა და ისინი ვინც გაიქცენ იქიდან უნგრეთთან, იმიტომ რომ 56 წლის ამბების შემდეგ მიიღეს ეს შოკი და გადავიდნენ მე ესპანეთში. აი ამითი გამოხატავდნენ, ანუ იცი რა იმდენი ნიუანსია ჩვენ სხვათა შორის ჩემი თაობაც სარბიელი გამოდიოდა მაშინ და ხვდებოდით პარასკევს მატარებელს, სადაც ერთ კაცს ჩამოქონდა ოზურგეთში 7 ნომერი გამოდიოდა, ერთ დღეს არ გამოდიოდა, ორ შაბათს. 7 ვიყავით, ვინაწილებდით, თითო დღე თითოს გვიწევდა. შესაბამისად, ქვეყნის ჩემპიონატების ამბები 3 შაბათს იწერებოდა, ჩემპიონთა ლიგის 4 შაბათს, მეორე 5 შაბათს მე იმ ჩემპიონთა ლიგის UEFA-ს თასის მაშინდელი თასის მე და ვისაც რა გვიწევდა, იმას უყვებოდით ხოლმე მე ერთმანეთს. რა ისეთ უცნაური რაღაცა, მაგრამ ეს ვნება როდესაც სპორტს აქვს შეუხედავად, ესე იგი რაღაც ძალიან განსაკუთრებული. ეხლა შეუხედავად კრიკეტის ამბებს, რომ ნახო და გადაირიო შეიძლება რაღაც სპეციფიკური ვნება გქონდეს, მაგრამ მაშინაც არა. ხო, ამიტომ რაღაც სპეციფიკური ვნების კაცი შეიძლება გადაირიოს, მაგრამ მოყოლით ამას ვერ გაგიჟდება. არა, რა თქმა უნდა, არა. ხო და ეს რაღაც საკრალურია, რომელიც სადღაც გაჩნდა და კი, იმიტომ ამბობ მე რომ ეს ყველაზე უფრო სახალხო მეთქი როცა ვლაპარაკობ ამას გულისხმობ რომ რაღაც დაიჭირა ადამიანში რომელთაც მიიჯაჭვა. კი, იცი რა უცხოეთში განსაკუთრებით თქვათ ჩვენი ტიპის ეხლა ვიღაცა მარმინა ცუდად გაიგოს, მაგრამ მე გულისხმობ არც თუ დიდად ესეთ განვითარებულ ეკონომიკური თვალსაზრისით გულისხმობ ბუნებრივია ქვეყნებში ფეხბურთი ცulis ყველაფერს. ეხლა ბოლო პერიოდის ამბები როგორც მე იცი შენ რომ ძალიან ხშირადაც მიწევს და ჩემი სურვილით ბუნებრივია მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ არგენტინაში და ბრაზილიაში, ხო? ნუ ურუგვაიში კიდე შეიძლება, სხვაგან არ ყოფილვარ, ვერ დავიბრალებ. და ამიტომ საკმაოდ კარგად ვიცი იქაური ყოველდღიურობა საფეხბურთო. აი არგენტინაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იგრძნობა ეს აი ის პოსტულატი, რომელსაც მე ხა ვცდილობ რომ ჩამოვაყალიბო და თათიზე კარგად არ გამომდის როგორც მინდა, ხო? ანუ ხალხურობას რა შეეხება. ნახე რა გააკეთეს ბოლო ხანს. არ უშვებენ, ეხლა შენ იცი იქ რავნებებია და შეიძლება მოკლან ადამიანი აბსოლუტურად მშვიდად იმაში, რა ქვია, კორდობაში შეეშალა და გადააგდეს მეორე იარუსიდან თავისი გულშემატკივარი თამაშზე და მოკლეს, იმიტომ რომ ეგონათ მეტოქის არ გამოხატავდა იმას, რა ქვია, შესაბამის ემოციას და მოკიდეს ხელი და გადააგდეს მეორე იარუსიდან. ეხლა შესაბამისად რომ აი ესეთ საგიჟეთში როცა ხდება, ხო, რა ქვია, მოქმედება აი რითი შეიძლება ეს ყველაფერი განეიტრალებულიყო. გადაწყვეტეს ესეთი რამ. თქვენს რომ ჩვენ მივედით იმ დონემდე რომ შვილები და მეუღლეები ვეღარ დაყავდა ფეხბურთზე. ანუ ფეხბურთი რომელიც იყო ოჯახური სპორტი არგენტინისთვის ყოველთვის გახდა რაღაცა ულტრასების დაპირისპირების, თქვათ, რა ქვია, მოედანი. თუ სარბიელი, ხო? ამიტომ და ჩვენთვის ეს არ არის ფეხბურთი. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ და შევთავაზეთ ასე, რომ შენ არ მოდიხარ ჩემ თამაშზე, მე არ მოვდივარ, ანუ გულშემატკივარი ჩემი არ ესწრება შენ საშინაო სოციალური შეთანხმება თამაში. სოციალური შეთანხმება მოხდა. ან ვთანხმდებით იმაზე, რომ თქვა სადღაც რაღაცა რაოდენობით მე მოგმართავ თხოვნით, რომ დაუშვებ შენ რომ 100 კაცი თუ რაღაცა 1000 კაცი მოვიდეს ჩემ საგულშემატკივრად საქომაგოდ შენთან სტადიონზე. შენ მერე გადაწყვეტ და შენ ყებულობ გადაწყვეტილებას. კი ან არა.
და თუ არ არიან ეს კლუბები ძალიან დაპირისპირებული ერთმანეთზე, შეიძლება დართუნება, რომ კი ბატონო იყოს ვიღაცა მოვიდეს და იყოს იქ. საინტერესო. ეხლა რა ხდება? ამან რა მოიტანა? მივდივარ მე სტადიონს და ხედავ, რომ უამრავი პატარა ბავშვია. ბიჭები, გოგონები თამაშობენ. ანუ იქ მიდის თამაში და აქ ჩაღრმავებულში ბავშვები დარბიან და თამაშობენ. ვეკითხები რომ კი, მაგრამ ესენი რომ დარბიან აქ თამაშს არ უყურებენ. პასუხი არის ესეთი, საკმაოდ საინტერესო. ეს ბავშვი იმასაკეს არის რომ 90 წუთი ამის ყურება დამღლელია მისთვის. მაგრამ აქ ის მოყავს იმიტომ რომ ის მიეჩვიოს რომ სტადიონზე მისვლა როგორც ეკლესიაში კვირაობით იმაზე მესაზე არის აუცილებელი წასვლა, ისეა მისთვის აი ამ სტადიონზე მოსვლა აუცილებელი. ის დღეს თავის თანატოლებთან ერთად დარბის აქ და მაგრამ მე ცოტა წამოიზრდება და მიხვდება ხიბლს. მან უნდა იცოდეს რომ თქვა ინდეპენდენტე პირობითად ვლაპარაკობ რომლის სტადიონზეც ხდებოდა ეს საუბარი. მის ცხოვრებაში არის უმთავრესი რამ, იმიტომ რომ ჩვენ მთლიანად ჩვენ არ ვართ მდიდრები, ჩვენ ვართ შედარებით გაჭირვებული, ჩვენ ვართ მიბმული კლუბზე, კლუბი აქვს თავისი აუზი, აქვს თქვათ სავარჯიშო დარბაზი, ჩვენ ყველაფერი ამით ის როგორც სოციები და ანუ ამ კლუბის ესენი რა ქვია კომაქტა რაღაცა ის წრის თუ რა ქვია კლუბის წევრები უფასოდ თუ არა რაღაცა დიდი შეღავათებით სარგებლობთ ყველაფერზე და ბავშვი იზრდება ამ სტადიონზე აი ამ გუნდის და ფეხბურთის სიყვარულით. ცოტა რელიგიურია. აბსოლუტურად. იცი რა და ეს ხდება მე ვფიქრე რომ კაი მოვედი აქ. მერე წავედი თქვა ბომბონერაზე და ვნახე რომ შვილი ყავს მოყვანილი იმითი რა ქვია სოსკით აქ მოტანილი რძე და აჭმევს მამა. იმიტომ რომ დედა როცა არის და ამითი იქ ანუ ძუძუმწოვარა ბავშვი ყავს მოყვანილი ფეხბურთზე. მარტო ამას კი არა, თქვაც გიჟია, შეიძლება ერთი ვიღაცა არანორმალურად მოვიდა, ხო, მაგრამ გაიხედავ და უამრავი ასეთი, ანუ მათთვის ეს ფეხბურთზე სიარული არის რაღაც დღესასწაული, რომ მოდიან იქ 1 საათით ადრე. ძირითადი სიამოვნება და სანახაობა არის 1 საათით ადრე და თამაშის მსვლელო პირველი ტაიმი სავსები საკმარისია იმისთვის რომ შენ შეიგრძნო ის ატმოსფერო და ის ხიბლი რაც აქვს სამხრეთ ამერიკის ფეხბურთში. მეორე ტაიმში შეიძლება არც დარჩე. თქვა თუ ფეხბურთი არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე სახში წყნარად, იმიტომ რომ შენ მიიღე ის დოზა და ის განწყობა აბსოლუტურად რომელიც უფევს ამ ეს ყველგანასია, გესმის? და ღერიან გაუთავებლად და არის ესე შენი საფეხბურთო არჩევანი. მე მაინტერესებს ასეთი რამ. ჩემ თავთან დაკავშირებით ნაფიქრი მაქვს სხვა შორის ამაზე. მეც არ მგონია რომ ეს იყოს ჭეშმარიტების პრეტენზიის მატარებელი აზრი, მაგრამ რაღაც დასკვნა მაქვს გამოტანილი, როგორ ირჩევს ადამიანი გუნდს, ნაკრებს, მოდგას ზოგადი აზრით, ვთქვათ, სტილს, რომელსაც გულშემატკივრობს რა. მე მახსოვს ძალიან უცნაური რაღაც, რომ 98 წელს ნელ-ნელა გამოჩნდა ელექტროენერგია და იმ ჩემპიონატს აჩვენებდნენ. და მე ვიყავი სამხრეთ ამერიკული გუნდების მხარეს. იმიტომ რომ ამაჩემი მხარეს იყო, იქ მახსოვს ძალიან ბევრი წიგნი ქონდა, იქ გარინჩაზე იყო, პატარა ბუკლეტები გამოდიოდა, სხვა შორის მე სტენლი მეტიუსზეც კი ინგლისელ ფეხბურთზე რაღაც პატარა ბუკლეტები გამოდიოდა მაშინ საბჭოთა კავშირის დროზე, ეგენ შენახული ქონდა, მაგრამ უფრო ბრაზილიელ და არგენტინელ ფეხბურთელებს. და როდესაც იყო ინგლისი არგენტინას თამაშის, ცნობილი თამაშსაც სიმეონემ თქვა ბეკემი გააძევებინა თუ პირიქით გასაძევებელი იყო პრინციპში და ასე შემდეგ და შემდეგ ოუენის გოლი და იქ აიალა და ასე შემდეგ. ხო, ძალიან კარგი თამაში სხვა შორის, ერთ-ერთი რომ ინგლისი არგენტინას უკეთებდა, ვიყავი არგენტინის მხარეს. და რო წააგო ინგლისმა, შემეცოდა და გადავედი ინგლისის მხარეს. და იმის მერე ვარ ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარი. ხო, უცნაური, აბსურდული, ცოტა ლიტერატურული. მერე მოუძებნე სადღაც ფეხს გამოდიოდა გარდა სარბიელს რაღაცა ფეხბურთი გამოდიოდა ჟურნალი და იქ იყო რაღაც მანჩესტერ იუნაიტედზე. მერე გადავწყვიტე რომ მოდი მანჩესტერ იუნაიტედს ავირჩევ. მერე ჩვენ თამაშობდით ყველაფერს. ოღონდ ყველაფერს ერქვა ფეხბურთი. ეგ ძალიან საინტერესო რაღაცაა. მაგალითად მაგიდის შოგბურთს თამაშობდით როგორც ფეხბურთს. ვირჩევდით გუნდებს, მე მანჩესტერი ვიყავი, ის
ინტერი და ასე თამაშობდით, ხო? კლასში რაღაცას დაფასვეს, ისიც ფეხბურთი იყო. ჩვეულებრივი ფეხბურთი მე სულ ვიჩერდი მანჩესტერ იუნაიტედის თამაში ნანახი არ მქონდა. პირველად მანჩესტერ იუნაიტედის თამაში იცი როგორ ნახე. რაღაც გურიის ტელევიზია იყო. ქონდა სარდაფი. და ამ სარდაფში იყო ეს ჩვენებების თარს იჭერდა იმას თურქულ არხს. ხო და ღირდა 1 ლარი. და არ მქონდა ეს 1 ლარი რა, მივედი და გარედან უყურებდი, ოღონდ როგორ უყურებდი, იცი, ირეკლავდა კარი და უყუღმა უყურებდი თამაშს, რომელი თამაში იცი, უკვე ის პირველი თამაში ნათამაშები აქვს, მანჩესტერ ინტერს 2-0 მორჩა იორკმა გაიტანა და ეს არის ვენტოლამ და სკოულსმა გაიტანს 1-1 მორჩა. პირველად ეგრე უყურე. მაგრამ ეს ახლა ისე დამატებით ინტერმეზო, მაგრამ არჩევანი ეგრე გაკეთდა. ლიტერატურულ არჩევანსაც ეგრე ვაკეთებ ხოლმე, ხო? აი, ჰექტორი რომ მარცხ ხდება რაღაცნაირად მიჭი. ანუ ხასიათობრივია ძალიან. ესე ხო არის რომ ტიპი ადგა და შეიძლება დღეს ცოტა მიბმულია ეს ინტერნეტის ეპოქაში იმაზე რომ ვინ გაიბრწყინებს მაგრა და იმას ებმის თაობა რომ აი მესი და ბარსელონა თქვათ იქ რონალდუ და რეალი, მაგრამ აი ჩვენს თაობაში კიდევ უფრო საინტერესოა რაღაცის გამო ირჩევდი სტილს. ნამდვილად. იცი რა, ჩემთვის პირველი რაც იყო პირველი იყო აბსოლუტურად მიმბაძველობა მხოლოდ, იმიტომ რომ ჩემთვის როლ მოდელი იყო ბიზაჩემი ლაშა ძიგური, რომელიც თვითონ ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს, ჩვენ ერთად ვისვენებდით ხოლმე ზაფხულობით ოქროყანაში, იქ იყო რაღაც სამთავრობო აგარაკები, რომელშიც ეხლა ვიხსენებდი, რომ აი პრივილეგიები ამათ ჰქონდათ, ეს არის რა ქვია და მართლა პრივილეგიად ითვლებოდა ეს. და მე გავიხსენე როგორ ცხოვრობდით იქ, ანუ რაში იყო ეს პრივილეგია. იყო ერთი ოთახი და ანუ ოროთახიანი ეს იყო რა ქვია, აგარაკი იყო, სადაც ორი ოჯახი ცხოვრობდით. იყვნენ ქიტიაშვილები, მისი მეუღლე, მის მეუღლის და მეუღლის იმ დიშვილი და კიდევ ერთი დამხმარე ქალი ყავდა. 5 იყვნენ ისინი იქით. აქეთ ვიყავით ბაბუაჩემი, ბებიაჩემი, დედაჩემი, მე, ჩვენთან ერთად ბაბუაჩემის ძმა, აკადემიკოსი შოთა ძიძიგური, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. ანუ 8 კაცი ცხოვრობდით აქეთ ხარეს, ერთ ოთახში. ფაველა ყოფილა. ფაველაში ხო? ამ 8 აქეთ და 6-5 იქით მაცხოვრებელს ჰქონდა ერთი საერთო აბაზანა და შესაბამისად საერთო ტუალეტი, საერთო სამზარეულო და ეს ითვლებოდა რომ იყო უდიდესი პრივილეგია, იმიტომ რომ იყო სამთავრობო აგარაკი. ამ სამთავრობო აგარაკზე ჩვენ გქონდა ფარდები, ჩვენ კი არ გქონდა, ნუ სამთავრობო აგარაკის ფარდები იყო, ესე იგი შესაბამისად იყო ზოლიანი ფარდები. წითელი ერთი და მეორე მხარეს იყო წითელი და თეთრი ზოლი და მეორე მხარეს იყო ცისფერი და თეთრი ასეთივე ზოლის. ლაშამ დედამის რუსიკოს მოახსნევია ეს ფარდები და შეაკერია იქიდან 2 მაისური, იმისთვის რომ ეთამაშა ფეხბურთი. შესაბამისად მე გავხდი არგენტინის და ატლეტიკო მადრიდის გულშემატკივარი, იმიტომ რომ ამ კლუბების ფორმით თამაშობდა ლაშა და მან მითხრა ეს რომ თან ვინც ვარ ვიცოდი, ხარ ვიცოდი ატლეტიკო მადრიდი, მე ვარ მაშინ 9 წლის ალბათ დაახლოებით. ატლეტიკო მადრიდი ახლა არის ისო. ხო და აი მე ვიყავი ამათი კომაგი და პლუს ის 66 წლიდან გულშემატკივრობდა არგენტინის ნაკრებს და ვინედან ატლეტიკო მადრიდიც მაშინ არგენტინული გუნდი იყო, 5 არგენტინელი თამაშობდა იქ, ჩვენ ვიყავით არგენტინელები. მე დავიწყე ინტერესით ყურება და მე გითხარი რომ სიური იყო მეთქი ამ მაშინ რა ქვია საბჭოთა კავშირში და ძალიან უცნაურად ეს ამაშიც გამოიხოდა რომ ძალიან უცნაურად ირჩევდნენ რაღაც თამაშებს აჩვენებდნენ უცებ აი არაფერზე საკლუბოსაც? არა, საკლუბოს არა, მაგრამ უცებ ნახეთ ჩვენ მაგალითად 19 მაისს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და იქ იმ დაბადების დღე, ჩემი კლასელის დაბადების დღეა, იმიტომ მახსოვს ხა ეს დღე და უცებ ჩაირთო ტელევიზორში საფრანგეთი არგენტინა. ეს არის 74 წელი. და უყურე ამ მატჩს და ვნახე 20 გადაცემა ისე რომ მე თქოს ბურთისთვის ფეხი არ დაუკარებია, ეს შეასრულეს არგენტინელებმა. ამავდროულად ჩამივარდა ხელში მე მაშინ იყო ესეთი რუსულენოვანი წიგნი всё о футболе, ენციკლოპედიური ხასიათის, სადაც ცუდად, ანუ კრიტიკული კუთხით საბჭოთა იდეოლოგიიდან გამომდინარე, ეწერა რომ არგენტინული ფეხბურთი ეს არის
მაყურებელზე გათვლილი და ისინი შედეგზე კი არ არიან ორიენტირებული, არამედ იმისთვის, რომ სანახაობაზე. ხო, თქვათ, ტაშის ერთი ტაშის გულისთვის ყველაფერს იზამენ და შეიძლება დაიკიდონ, თქვათ, მატჩის სპორტული მხარე თვალსა. მე მივხვდი, რომ სწორედ ეს არის ჩემთვის საინტერესო და აი ასე დავიწყე მე ამის ქომაგობა. როცა მე ვქომაგობდი, ხო, მე აჩვენეს სამხრეთ ამერიკა, ევროპა ორი მატჩი იყო, ერთი 2-0 მოიგო სამხრეთ ამერიკელებმა მაშინ ბაზელში და ბარსელონაში თამაშეს მატჩები. მეორეს ფრაგმენტები ის საერთოდ პოვე ვერსად ვეძებ დღემდე. მეორე 4-4 დამთავრდა და პენალტებით ისე იმას მოიგო. ხო, ნაკეთ კრუიფი, ევსებიო, ერთად რივერა, რომელსაც მე გიждდებოდი უყვარდა და იქით ომარ სიურის მიერ შეკრებილი არგენტინელი ზელთმიანი აი ის ფეხბურთელი, რომელიც მე 74 წელს იმავე ჰოლანდიამ კრუიფის მეთაურობით გაანადგურა მიწასთან გაასვარა. მე მაინც მე არ დამიწყია გულშემატკივრობა წარმატებული იმისთვის. ეს 78 რა გამახსენდა. კავშირი რა როგორ წერდნენ. მახსოვს რომ ეგ ძალიან გვიან ვნახე ცხადე YouTube-ზე, მაგრამ ვიცოდი ეგ ძელი და სულ მახსოვდა, იმიტომ რომ იმ ავტორს ეწერა ეგეთი რაღაცა, რომ სიერონ კიერკეგორსო აქვსო წიგნიო ანუ ეს ცნობილი წიგნია ეგეც ხო? და ზუსტად ასეაო ეს. ანუ ხო შეიძლება რომ ბურთი ცოტა იქით მომხვდარიყო და კარში შესულიყო და ფეხბურთი ამით არის ყველაზე ფილოსოფიური სპორტი მსოფლიოში, იმიტომ რომ მთლიანად ახორციელებს კიერკეგორის ფილოსოფიას. ტიპს ეწერა სტატია ეგრე. ეხლა დღეს ებაგას ვინ დაწერა? ძალიან დამრჩა რა. ის ძალიან ცნობილი ძელი რომ ბოლოსკენ მოარტყა და შეიძლება. იცი რა, შენ აუცილებლად გამჩნდება საკითხულიც გაქვს, მაგრამ გირჩევდი რომ მე ძალიან მიყვარს ხორხე ვალდანო, რომელსაც რამდენჯერმე შევხვდი, ძალიან კარგი წიგნი დაწერა თვითონ. არ მაქვს ვალდანოსი. ძალიან კარგი წიგნი დაწერა თვითონ ფეხბურთზე და ესე თვითირონიით აქვს დაწერილი და ძალიან საოცრად საინტერესო ის ბოჰემური ტიპია თვითონ. მე შევხვდი მას ბაზელში სწორედ და მასე რა ქვია ლივერპული სევილიის ფინალზე ვიყავით ჩასული და ერთ სასტუმროში ცხოვრობდით, მივედი იქ მაშინ დილას საუზმეზე შემხვდა და კარგ ახანს ვილაპარაკეთ, მე მეორე დღესაც და მე ვნახე მის მიერ შეგროვებული და მე გამოცემული ანთოლოგია სამხრეთ ამერიკელი მწერლების მიერ ფეხბურთზე დაწერილი მოთხრობები. კორტასარი გიждდებოდა. კორტასარი, ის რა ქვია, მარიო ბენედეტი, ურუგვაელი, ნუ ბევრია იქ, ბევრი მოთხრობაა და ძალიან საინტერესო. მარკესი მაგალითად მეგობრობდა სხვა შორის ერთ ბრაზილიელ ძალიან საინტერესო ფეხბურთელთან, ელენიო ფრეიტასი იყო ესეთი, რომელსაც არ მოუწია დიდი წარმატებების მიღწევა ბრაზილიასთან ერთად. დღემდე ბრაზილიაში ამბობენ, რომ 50 წლის სოფლიო ჩემპიონატზე რა ყოლ და შეიძლება მოგვიგოს ჩემპიონატი, თუმცა ისეც შეეძლოთ მოგება. ან არ შეეძლოთ, იმიტომ რომ აი როგორც იქ რაც ახლა მოყევი, ესე იყო საჭირო რომ უნდა მოეგო ურუგვაის, ხო? და აი ეს ფრეიტასი იყო, ეს ელენო იყო, მეგობარი, ძალიან ახლო მეგობარი ესე მარკესის, რომელიც კოლუმბიაში იმ პერიოდში იზრდებოდა, როცა იქ იყო ყველაზე უფრო საინტერესო ლიგა, ეგრეთ წოდებული მეკობრული, ანუ პირატული, მოდი ასე ვთქვათ, ლიგა, რომელიც მერე UEFA-მ ყველაფრიდან მოხსნა. UEFA-მ და FIFA-მ ყველაფრიდან მოხსნა და უკანონოდ გამოაცხადა, იმიტომ რომ იქ არგენტინიდან წავიდა 200 ფეხბურთელი იქ ესე ყო რა ქვია, გაფიცვა და ეს ფეხბურთელები გადაბარდნენ კოლუმბიურ გუნდებში, ევროპიდან ჩადიოდნენ, ინგლისიდან მათ შორის და ავსტრიიდან ჩავიდა რამდენიმე ფეხბურთელი, იმიტომ რომ დიდ ფულს იხდიდნენ, ეხლა მაშინ არ ვიცი ნარკოკარტელები იყო თუ რა ვინ იხდიდა 50 წლებში რა ხდებოდა კოლუმბიაში ნამდვილად არ ვიცი. მაშინ ცოტა უფრო ესეთი კუსტარული კარტელები. ხო, ეს არის ის ლიგა, რომელშიც დი სტეფანო თამაშობს და მერე იქიდან მოდიან დი სტეფანო, ექტორ რეალიც და ჩადიან და ქმნიან აი იმ რეალს, რომელიც მე ეპოქას ქმნის აგერ ევროპაში. გულშემატკივრობა, ხო? აირჩია არგენტინა. მოდი ეს თემა ცოტათი გავშალოთ და ეს არ არის მთლად შენი თაობა, ცხადია უფრო ძველია, მაგრამ ნუ კუდს მიუსწარი.
გულშემატკივრობის აი რაღაცა ფორუმული ფორმა, ხო? ფორუმი იყო ის ბაღი, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ და განიხილავდნენ ამ საკითხს. ხო, ძირითადი ლაპარაკის თემა მე რაც მსმენია, ბევრი ადამიანისგან ეხა პოლიტიკაზეც ლაპარაკობდნენ, ცოტათი ხელოვნებაზეც, სხვა რამეზეც, ყოფით ამბებზეც. მაგრამ ძირითადი ამბავი იყო ფეხბურთი, რომელიც მე აი ამ ორ ადგილას იკრიბებოდნენ, როგორც ვიცი, ხო? მაშინ რა ქვია, ვერისბახში. მუშტაჭი და ვერისბახში და მე აი ასეთ ძალიან უცნაურ ფენომენად გარდაიქმნა როგორც იყო პანტიანი, ხო? რომელიც პოლიტიკური აქტი იყო, თავის ერთით, ოღონდ შეიძლება სრულიად არაცნობიერი. როდესაც ადამიანები ცდილობდნენ რომ ფანჯარა გაეჭრათ და დაენახათ, იმიტომ რომ იქ ეხა თამაში რომ მიდიოდა, შუაში რეკლამაც მიდიოდა. ეს რეკლამა პრობლემა იყო. იმ პერიოდში, იმიტომ რომ რაღაცა სხვას გაჩვენებდა, ხო? და მე ვიცი რომ იქ ეიზელის ამ ყველაფერი იქიდან ხო? იცი რა, პანტიანამდე სხვა შორის. ხო, დავიწყოთ ასე. თუ აი როგორი იყო გულშემატკივრობის ფორმა, ოღონდ არა სტადიონის, აი გარეთ გამოტანილი საქართველოში. კი ბატონო. იცი რა, იყო მე გეტყვი რომ იყო 3 ცენტრი, ჩემთვის ასე იყო, იმიტომ რომ ეხა ასაკიდან გამომდინარე ну ასაკი ტერიტორია, ну ბევრი შემადგენელი აქვს ამას ყველაფერს. ხო ვთქვათ, მუშტაიდის ბაღის შესახებ მე ვერც ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ტერიტორიულად ის ჩემი უბნის არ იყო. შესაძლოა მე ხალხს არ ვიცნობდი და ხა ეს მოვიდით გამარჯობა და მოდი მოგისმენთ ახლა მე დავდგები აქ ამ მუშტაიდში ეს შეუსაბამო იყო არც მე მინდოდა ასეთი და არც ისინი მიიღებდნენ ხო ვერისბახში მე რამდენჯერმე ყოფილვარ, იმიტომ რომ ყველას ვიცნობდი და გაზრდილი ვიყავი ამ ადამიანებში. ორი მათგანი გოგი დემეტრაძე ბიძათ მეკუთვნოდა, მამაჩემის ბიძაშვილი იყო. თქვა ბახვა ჯაყელი იყო ბებიაჩემის ბიძაშვილი, ლევან ჭაჭიაშვილი მამაჩემის ნათლული და მის ხელში ვარ მე გაზრდილი, კოტე გაბაშვილი ჩემი ლექტორი და ჩემი უფროსი მეგობარი, ქართო სვანიძე ბელადი მეც სახელით ბელადი იყო ყველა ჩვენთაგანისთვის ესეთი საოცრად საინტერესო ადამიანი ვერნი ალფაიძე იყო ჩემი უახლოესი მეგობრის მამა მოკლედ ეხლა ყველა რო არ ჩამოთვალო ხო უნდა შემორჩეს ხო იმიტომ რომ იქ ჯემალ ღაღანიძე რომელი ერთი ჩვენ ხო ნიუანსებს გავურბით აი ჩვენი ისტორიის პრობლემა ეგ რაღაც ამბებს არ ყვებით გონია რომ ომი უნდა მოხდეს რაღაცა ძალიან დიდი მოვლენა რომ ეს ამაზე უნდა ეგ არის ცხოვრება კი რა თქმა უნდა რამდენიმე მათგანი ეხლაც ცოცხალია და ღმერთმა კარგად ამყოფობს იქ სიამოვნებით მიესალმები აქედან ყველა მათგანს და ამათთან ყოფნა იყო ძალიან საინტერესო მე იყვნენ ახალგაზრდები ჩემზე ცოტა წინათაობა ოდნავ რამდენიმე წელი ჩემზე უფროსები და ჩვენ რომლებს მივედით მე ასპირანტად მიმიღეს დიდი ამბავი იყო იმიტომ რომ რაღაცა მკითხეს რაღაცა უთხარით ჩვენ ასპირანტად მივიდეო და ნუ რაღაცა უნივერსიტეტია ხო ესე იყო თუმცა მე ვერ გავაგზავნე მე ასპირანტურაში ვეღარ ესკანი ხო მაგრამ და რატო იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ჩემმა დიდმა სამეგობრომ მომიდოვით ჩვენი ეს არ იყო ბაღი ეს იქ როგორ იყო ისინი ამბობდნენ ხოლმე მე გუშინ კარგი ბაღი იყო ეს ნიშნავდა რომ ამ ბაღში კარგი ლაპარაკი წარიმართა საუბარი იყო და დილამდე ხო შენ აბსოლუტურად მარტო ფეხბურთზე არ ლაპარაკობდი ეს იყო ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ესეთი საფიხნო რომელზეც იკრებებოდნენ და საუბრობდნენ ყველანაირ საჭიროებო თემებზე ოღონდ ყველაფერი იწყებოდა და მთავრდებოდა ფეხბურთზე შუაში ძალიან ბევრი რამე ოღონდ ყველაზე უფრო ალბათ მაკავრობას არ მოუხდება სიტყვა ბირჟა არა ვიღაცამ შეიძლება და ეს არ არის ბირჟა ეს ნამდვილად არ იყო ბირჟა იმიტომაც არ ვიხმარე მე თქვა ეს სიტყვა ხო ჩვენ გქონდა ესეთი ტრადიციები ძალიან დიდი სამეგობრო გვყავდა ჩვენ ყველა ფეხბურთზე გადარეულები და მივდიოდით ერთად სტადიონზე და მე ვინაიდან იქ ხა ყველას ერთად არ ქონდა აბონემენტებით ვიყავით აღჭურვილები და ყველას ქონდა ჩვენი ადგილი სტადიონზე მე უკვე ეგრეთ წოდებული ესე ვეძახდი ტაბლიჩკა იყო გამოდიოდი სტადიონიდან ცენტრალური შესასვლელის გვერდით იყო ვინ რომელ ადგილზეა ჩემპიონატში ყველა გუნდების ეს იყო რა ქვია პატარა
ფირნიშები და ამით იცვლებოდა რომ აი ეს რა ქვია ვინ რომელ ადგილზე გადაინაცვლა ამ ტურის მერე შეგეძლო თვალნათლად გენახა სხვადასხვა გუნდების საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ესენი იყო რა ქვია სახელები და ვინ მოვიგეთ გადავედით იმ ადგილზე ვართ ამ ადგილზე და აი ტაბლიჩკებთან ხვდებოდით და მე ერთად მოვდიოდით და ჩვენ უნივერსიტეტის ბაღში ვიკრებებოდი და უნივერსიტეტის ბაღში რახან ბაღებზე იყო ლაპარაკი ჩვენ უნივერსიტეტის ბაღში ქონდა ესეთი ჩვენი საინტერესო აი ეს მესამე ამბავი მე არ ხო იცი რა ეს არ იყო ასეთი გახმაურებული და ამ დონის და არც პრეტენზია არ მაქვს მე ხა იმაზე რომ თქვა ჩვენ მესამე ცენტრი ვიყავით ნამდვილად არა მაგრამ ჩემი სამეგობროს და უნივერსიტეტის და უნივერსიტეტი მაშინ ძალიან დიდი ცენტრი იყო სტუდენტური დაუშვათ ცხოვრების ხო და გამორჩეული ცენტრი მე ასე ვიტყოდი და განსაკუთრებით პირველი მეორე კორპუსი უბრალოდ აი აქ ვაკეში მე ეხლა ვიღაცამ სნობურად იქ იყო და რა მეკნა ხო ამ შემთხვევაში მაღლივში რა ხდებოდა მე არ ვიცი ზუსტად იმავე მიზეზით რატომაც არ ვიცი თქვა რა ხდებოდა იმაში მუშტაიძის ბაღში აქ იყო ცენტრი და აი აქ იკრებებოდა ეს ხალხი და აქ მიდიოდა უკვე თანამედროვე შედარებით კრიტერიუმებით და მე ეხლა ნახე სხვაობა რაში იყო კიდე თქვა მე ანტიანი ახსენე შენ და მე უკანას დაუბრუნდები დროში მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვი იყო ესეთი მატჩი ეს არის 86 წლის UEFA-ს თასის გათამაშება რეალმა წააგო ინტერთან 1-3 და 3-1 მოიგო საპასუხო თამაში და მე 5-1 მოიგო დამატებით დროში კიდე ორი გოლი გაიტანა აი ეს დამატებით დრო უნდა დაიწყოს აი ეს მომენტია და შეხედვართ მინდორში მაშინ რა ქვია შუაღამეს უამრავი ხალხი შილიალისები იყო პატარა ტელევიზორები იყო იმის ლიტური და ესენი ჩართული იმაში რა ქვია სანთებელის ბუდეში იყო ჩართული ამ რაღაცა შტეკერებით და იდო იმაზე კაპოზე და დანარჩენები თუ ცუდი ამინდი იყო მანქანაში შიგნით თუ არ და გარეთ გამოსულებით და რაღაცა სახელდახელო პატარა სკამებზე თუ რაღაცა ჯორკოებზე ჩამომიჯდა რომ უყურებთ ამას და უკნარ მესმის ლაპარაკი თუ კარგი ამინდია იმიტომ რომ მანქანაში არ არის უკნარ მესმის ესენი არიან იქ ნაწილი ამ ბაღის და ვიღაცას ადარებენ აქ მოთამაშეს ახლა თამაშობს ინტერი და მადრიდის რეალი რომ გლდანის ინტერნატის იმაშიო გუნჩიო აი ბიჭი რო არისო ვიღაცა რაღაცა გვარი არ ნამდვილად არ მახსოვს იმასო აი ეს ძალიან გავს ეს ვიღაცა იქ ლაიენ ბრეიდი თუ ვიღაცა რომელიც მაგარი გაგიჟდნენ ესე რა ინტერნეტ ანუ მათ ის თქმა უნდა ამას იცი ესენი იმ თამაშებზეც დადიოდნენ ხო იცოდნენ აბსოლუტურად ყველაფერი ადან ჰოემდე რა ხდებოდა ქართულ ფეხბურთში მე არ ვიცოდი მე არ მქონია ეს სოდნა მე ნამდვილად არ მქონდა ამათმა იცოდნენ ყველაფერი და ეხა ბუნებრივია რომ მე კი ძალიან შევიცხადე მაშინ მაგრამ მე მივხვდი რომ გავაანალიზე რომ ესენი ბიჭო იმას კი არ ადარებენ უბრალოდ იმის რაღაცა კარგი თვისება ერთ-ერთი იმ ბავშვის ხო რომელიც მე არ ვიცი გაიზარდა არ გაიზარდა სადმე ითამაშა თუ არ ითამაშა იმის რაღაცა თვისებაც კი ამოიცნეს და უშუალოდ კლასით უფრო მაღალ პანტიანის ამბები ეხლა ნახე რა პანტიანამდე იყო ჯერ იყო იმ მაგ ანტენის გამკეთებელ კაც ვიცნობ მე ეხლა ნახე ლენინაკანი იყო ჯერ იმიტომ რომ და უკრაინაში იყო კიდე ერთი ქალაქი სადაც იჭერდა უშგოროდში დადიოდნენ სოფლიო ჩემპიონატს აყურებდნენ იმიტომ რომ უნგრეთიდან ის უნგრეთს უყურებდნენ იქ მაშინ უშგოროდში მე არ ყოფილვარ ლენინაკანშიც მე არ ყოფილვარ ჩემი მეგობრები იყვნენ ბათუმში იყო აი დათოქლებაზეს ჰქონდა იქ თავისი მეგობარი იყო თურქულ არხებს და იქ უყურებდნენ ამ იმას რა ქვია თურქულ არხებს მერე იყო უკვე პანტიანამდე თეთრი წყარო აი მესაიდანაც დავიწყე სიარული ეს იყო თეთრი წყაროში იყო რაღაცა ბაზა იყო და იმას ესროდნენ რა ქვია ღრუბლებს ფანტავდნენ და იქ როგორ იყო იცი გამოქონდათ ტელევიზორი ამ ბაზის ტერიტორიაზე მოდიოდა ბევრი მანქანა და გამოქონდა ტელევიზორი ფანჯარაში დებდა და ფეხზე ვიდექი ჩვენ მეორე და მე ესე ბელეტაჟი ვიხარ მეორე სართულის ფანჯარაში იდო ეს ტელევიზორი თან ახლა მაშინ გეტყვი დიდი ტელევიზორი იქნებოდა რაღაცა ხო ნუ ჩაულებრივი ხა რაღაცა რუბინით რაღაცა და აი ამ ტელევიზორში უყურებდი ჩვენ
ის იქ ანტენით და სატრიალებდა და ამას გვაჩვენებდა. მერე იქ ვიპოვეთ ვიღაც ადამიანი გავიცანე და ოჯახში დავდიოდით უკეთ ერთ წყაროში ჩვენ. ვიღაცას მივაგენთ, შეგვიკერლა ღვთისმეტყველო ხალხმა არ სახელებიც არ ზღვარი იმათი, მაგრამ ვიცოდით მისამართი და უკვე ყოველ ეგეც რელიგია. რა თქმა უნდა. თუ არგენტინაში ასეა. აბა ჩვენ და მერე უკვე ვიღაცამ თქვა რომ პანტიანი სხვაჩვენს მე პანტიანი კიკეთამდე ჩამოვედით, იმიტომ რომ იქაც დაიწყო დაჭერა. მაგრამ პანტიანი იყო ყველაზე დიდხნიანი და ყველაზე უფრო ასე სიმბოლური ცენტრი. ხო, არა, ეს ყველა ვერ წავიდოდა ეხა იმაში რა ქვია, თეწყაროში, იმიტომ რომ შორი იყო მაინც და პანტიანი შენ ახსენე ეიზელი. ეიზელის დღეს განათებული ის როგორი განათებული იყო რომ თბილისიდან პანტიანამდე მთელი გზა იმდენი მანქანა იყო რომ მთელი გზა იყო განათებული და ვიღაცა არ ვიცი რა ეს ხო იცი მე რაღაცა ლეგენდები ჩდება ხოლმე ეს რაღაცებს და ვიღაცა ყვებოდა რომ უცხოელმა გაბეროს კი რამ გაგიჟდა ეს რომ ნახა ეს ისა რა ქვია ამხელა სერპანტინი მთლიანად განათებული ახდებოდა ფეხბურთსაყურებელს არა მინდორშიო ხალხი ეს ანუ მოსაყოლი ამბებია, დასაწერი ამბებია. რა თქმა უნდა, ეს არის story. მე იმიტომ ვახსენე, მე ნებისმიერი ლიტერატურა, ბუნებრივია ხა რაღაცა ყოველთვის არ გამოდის ეს, მაგრამ მე როცა ვლაპარაკობთ შენ საყვარელ, თქვათ, მხატვრულ ლიტერატურაზე, როცა მეკითხებიან ხოლმე, მე აუცილებლად აღნიშნავ ამას ყოველთვის, მე თუ არ არის story, მე არ ვერ უდებ გულს. ამბავი. ხო, ეს არ ნიშნავს ამბავი, ხო. ეხლა იცი რა, იმას კი აი ეგ არის. ფეხბურთს არის ამბავი. ფეხბურთის არის აი ორი ტაიმისგან შემდეგ ორ მოქმედებიანი ამბავი რომელიც შეიძლება მოყვე. რა თქმა უნდა. ხო? ხო და თუ ვერ ყვები. რას ვერ ჩით ეხლა ამ კრიკეტს, მაგრამ ვერ მოყვები კრიკეტს. არა, ვერა, ხო, მაგას გეუბნები რა. რას ვიღაცა კრიკეტის კაცი შეიძლება გადაგვემტეროს. მე არ გადამემტეროს. მე ნახე, მე კრიკეტზე განსაკუთრებული სამაკი, იმიტომ რომ Sky-ს ვიწერდით ეხლა მე იბერვიზია და რაღაცები რაც ჩვენ გამოვიდეთ როგორ იყო ხო რომ სად იყო მაშინ ეხლა ინტერნეტი არ და არ ვიცოდით საერთოდ რას გადავცემდით და ვიპარავდით ყველაფერს და ვიწერდით კასეტებს ტოვებდით 4 საათიან კასეტას რომ ეგება რაღაცა მოხდეს ამ კასეტაზე რომელიღაცა არხიდან პატარა ფრაგმენტი მე იმ ფრაგმენტს ამოვჭრიდით ყურს უდებდით რა არის არჩევდით რაღაც და იქიდან ვაკეთებდით გადაცემას ჟურნალისტიკა იყო ესე ხო და კრიკეტს უყურებდი და გამოვარდა კაცი რაღაცა დაახეთქა ეს ისა ბურთი ახტა ეს იქით და რაღაც გადავარდა და ორივე გუნდს გაუხარდა ესეც რაღაც მე არ გამიგია ესე სპორტში ორივე გუნდს რა უხარავდეს ესეთი რამე სათამაშო სპორტში წარმოუდგენელია შეჯიბრებითობის განცდა ერთ შეგვიძლია ორივე გაუხარდეს ეგ არის საინტერესო რაღაც ანუ მაშინდელი ამბავი ხო ნუ გარდა აი ამ თქვათ მართლა ლამის მოდი შპილავ თქვათ რელიგიური გამოხატულებისა ალბათ კიდე დამუხტული იყო იმით ხა მიუხედავად იმისა რომ ეს უცხოური ფეხბურთის გამო ხდებოდა ძირითადი იმპულსი იყო ქართული ფეხბურთი ქართული ფეხბურთი იყო რეალურად იდენტობის ერთ-ერთი, ოღონდ აი ერთ-ერთი ხო არის აი 100-დან არა აი 4-5-დან ერთ-ერთი კი აქაც რბილად ვიტყვი უმთავრესი ნიშა. ამიტომ მე მგონია რომ აი 91 წლის ამბავი თავისი არსით არის ძალიან განსაკუთრებული და რატომ? ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ვფიქრობ რომ ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ამბავი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში და არა მხოლოდ, მაგრამ იქ ჩვენ სოფლიოს კი არ დავანახეთ ჩვენი თავი. საკუთარ თავსაც უთხარით რომ ვართ 91 წელს. ანუ ვართ ადამიანები რუსთაველის იმის ამის იქ კოტე მახარაძის ის ცნობილი ფრაზა რა, რომელიც ახლა ვიღაც თქვა შეიძლება შემთხვევით ის არის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ხო ითქვა. ის ლეგენდარული ფრაზა, რომელმაც ხაზი გაუსვა რომ თბილისი ზეიმობს, ხო? ანუ რაღაცა ძალიან განსაკუთრებული იყო და ეს ნიშანი ხო არსებობდა. ანუ რომ აი ქართველებს ქართველობის თქმა შეგვეძლო ფეხბურთით. აბსოლუტურად. აბსოლუტურად. სწორი აღნიშნე, რომ იდენტობა ჩვენი იმ
ქვეყანაში და იმ წლებში, რასაც მე მოვეცახე, იქამდე რა ხდებოდა, მე არ ვიცი, ხა ეს გადმოცემით და რაღაცით ლაპარაკი მე არ მიყვარს, იმიტომ რომ ეს ყოველთვის არის ძალიან სათუო, იმიტომ რომ ინდივიდუალურია და ესეთია, რა ქვია, ხო, რაღაცას გიყვება თავის პოზიციიდან. მე ირ直ეო რომ აბსოლუტურად არ არის ესე და მისი რაღაცა ფანტაზიის ნაყოფიც არის ხშირ შემთხვევაში. მე რაც მინახავს იმას ვამბობ. მაგრამ მნიშვნელოვან წლებს მოესწარეს 80-იანების. ხო, მაგრამ იცი რა, ამიტომ ამ პერიოდში, ხო, ამ პერიოდზე მე შემიძლია ყოველ ნებისმიერ სფეროზე თქვა ის, რასაც 14 აპრილი იქნება ის თუ თქვათ იმისი რა ქვია ზარიასთან თამაში იმისი ჩაშლილი. იქ დაახლოებით ერთი და იგივე შევარნაძის შემოსვლებს ვადარებ ხო ორივე შემთხვევაში. იქ ალექსანდრეს ბაღში და აქ მაშინ რა ქვია გავეშებულ ხალხში ხო ესე ანუ ამის ორივეს მომსწრე ვარ მე იქაც და სტადიონი იყო ჯერ ესეთი ხშირად ეს ძალიან ლამაზად უთქვამთ რომ სტადიონიო იმ პერიოდში იყო ადგილი საბჭოთა კავშირში სადაც ერთ-ერთი ადგილი სადაც შენ შეიძლებოდა ხმამაღლა გეთქვა სიმართლე. და ასე იყო მაგრამ ეს საინტერესოა. იცი ხო იმიტომ რომ იქ შეიძლებოდა რაღაცა გეყვირა და ანუ დაუჟელათ ოღონდ რა ვთქვათ ვიღაცაზე იმაზე ამაზე გამოგეხატა შენი რა თქმა უნდა გამოგეხატა შენი დამოკიდებულება CSKA თქო ჯარის თუ იმისი რა ქვია MVD-ს დინამოს ბრეჟნევი ჩერნენკო ანდროპოვი გორბაჩოვი მაგვერია ანუ ვიღაცა გაგელანძღავ რაღაცა და დაღვრილი ყავ დაგეღვარა მთელი შენი ემოცია და ქართველობა შენი რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ჯერ ესეთი მართლა ძალიან მაღალი დონის ტურნირი იყო იცი რა მოგწონს შენ საბჭოთა კავშირი აბშოში არის რა კავშირი არა ეს იყო 15 ნაკრები ქვეყნის 15 ქვეყნის ნაკრები ეთამაშებოდა ერთმანეთს ხო აბა როგორ ხარ? კი, გასაგებია რომ იქ უკრაინა შეიძლება 7 გუნდი ყოლოდა და იმას აქვს ესტონეთს ესმის ან იმას აქვს ტაჯიკეთს, მაგრამ ხანდახან ის ტაჯიკეთი შემოდიოდა, ხო? თქვათ, ხან თურქმენეთი თუ და კარგი ფეხბურთელები ყავდნენ. ძალიან. ჩვენ ყავდა და ჩვენ დავამტკიცეს ეს იმიტომ რომ ხა კი გავიგე რომ გასაგებია რომ რანგით მეორე სიძლიერე შეიძლება მესამე ტურნირიც იყო თასის იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩაუკვირდებით ბოლომდე ხო რაც არ უნდა იყოს UEFA-ს თასი ჩემპიონთა თასს დიდად არ ჩამოვარდებოდა. ძირითადი თამაშები იქაც იმართება წეღან ახლა რეალი ინტერი აქცია. ნახე დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა რა არის? წამყვანი ქვეყნების 3-4 გუნდი თამაშობს, ხო? შემთხვევითი გუნდი ჩემპიონი შეიძლება გახდეს. ლესტერი გახდა, ეგერ შენ საუბარო იმაში რა ქვია, ინგლისში ჩემპიონი ხო და ეხლა მესამე ლიგაში გავარდა, ეგერ იმის რა ქვია, 5 წლის მერე, ხო? და სად არის ბლეკბერნი მანამდე. მაგას გონ მე იქიდან ვიღაცა პატარა გუნდი და მე გაიყიდება 2-3 ფეხბურთელი, ის გუნდი არ აღარ მეორე, მესამე, მეოთხე გუნდები როცა არიან ერთად, არ შეიძლება ყველა დაიშალოს. ანუ საშუალო დონე UEFA-ს თასის ძალიან მაღალი იყო. თასის ფლობელთა თასზე ბევრ შემთხვევაში იყვენ მე კი არ ვაკნინებ ჩვენ გამარჯვებას. ჩვენ საოცარ გუნდებს მოვუგეთ, მაგრამ ზოგადად ხო იქ შეიძლება და ეხლა იმ წელს როცა ჩვენ თამაშობდით, მაგალითად მადრიდის რეალმა იმ სეზონში, წინა სეზონში მოიგო ჩემპიონატის და თასის ფინალის. და თასის ფინალი მოუგო თავის დუბლებს, ანუ კასტილიას და თასის ფლობელთა თასზე ჩვენ სანამ შეხვდებოდა ვესტჰემი მოუგო კასტილიას. ანუ კასტილია თამაშობდა რეალი თასის ფლობელი არ თამაშობდა. რახან დუბლი იყო, ის წავიდა ჩემპიონთა თასზე და აქ მოვიდა ფინალისტი. ანუ მაგრამ ასეა თუ ისე ჩვენ მოვიგეთ რანგით მეორე და მანამდეც და მერე ძალიან დიდ გუნდებს მოვუგეთ. იმის ნახევარფინალში გახვედი და ჩემპიონთა თასზე შენ გააგდე თასის წინა წლის გამარჯვებული ლივერპული და ხა მეტი რა უნდა გაგეკეთებია. ხო, იცი რა, აი პრობლემა ზოგადად არის, ეს ახალი თაობის პრობლემა არ არის, მაგრამ ნუ როგორც წესი ახასიათებს ხოლმე ამგვარ ამბებს, ძალიან ცუდია ზოგადად შედარებითობები ფეხბურთში, რომ ის უფრო მაგარი იყო თუ ეს უფრო მაგარი იყო, მაგრამ აი რაღაც გამოკითხვები რო ჩაატარო, დღეს შეიძლება აი სიძლიერით ხვიჩა კვარაცხელიაზე არ ვლაპარაკობ. ცხადია, მაგრამ ხო, ანუ აი სიძლიერით თქვათ, აი თუნდაც ამ მოცემულობაში, რა ვიცი
მე-15 ფეხბურთელმა გაასწროს მოვა გუცაევს, რომელიც იყო ტოპ კლასის მსოფლიო ფეხბურთელი. სიტყვაზე ვლაპარაკებ, რა სპეციალურად, იმიტომ რომ ემოციური მეხსიერება, პირდაპირი მეხსიერება არის ყოველთვის არაობიექტური. და შესაბამისად დღეს რაც ხდება, ის ამოდის ზევით, ისევ როგორც აი მაგალითად დღეს რო გამოკითხვა ჩაატარო ახალ თაობაში რა, შეიძლება მესიმ, რომელიც მსოფლიო გენიოსია, 100-0 მოუგოს მარადონას. შეიძლება. ხო, რაც თავისი არსით აბსურდი იქნება, იმიტომ რომ მარადონას მხოლოდ ფეხბურთი არ აწევს ბეჭებზე, ხო? ის არის რაღაცა ფუნდამენტური მოვლენა. მსოფლიო ისტორიაში, ხო? და ეს რაღაცა ცოტათი ნერვებს გვიშლის ხანდახან, რა, იმიტომ რომ ისინი თითქოს იჩაგრებიან. არგენტინაშიც კი, სადაც თქვა მე როცა პირველად ჩავედი, ანუ 10 წლის წინ. გასაგებია რომ მაშინ არ ქონდათ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი და არც ის ორი კოპა ამერიკა, რომელიც აქეთ-იქით მიასვა არგენტინამ მუნდიალის ოქროს, მაგრამ ნათამაშები ქონდა 2 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიაში და ამ მესის ემეთი რა ქვია მეშვეობით მოხვდნენ იქა და კოპა ამერიკა ქონდათ 2 ფინალი ნათამაშები და წაგებული მართალია, მაგრამ ნათამაშები ქონდათ ფინალებში და უკვე მის მიმართ და 8 ოქროს ბურთი ჯერ შეიძლება არ ქონა, მაგრამ რამდენი 5 მაინც ეკნებოდა უკვე, ხო ხა? და მაშინ მაინც არა, ნუ მარადონა ცალკე იყო. ეხლა ნახე რა ხდება, იცვლება, ხო? აი რაც ეხლა შენ თქვი. ანუ თაობები იცვლება, ხო? ის ხალხი, ვინც აღმერთებდა მარადონას და მომსწრე იყო მისი თამაშის, ნელ-ნელა მასთან ერთად მიდიან ვიღაც ის მარადონას მსგავსად მაშინ რა ქვია დაუვიწყარ რაღაცა სიმაღლეებში და ვიღაც უბრალოდ ქრება, ხო? მაგრამ და ამოდის ის თაობა, რომელიც გაიზარდა მესიზე. ანუ არგენტინაში რის თქმა უნდა არგენტინაშიც გათანაბრდა დღეს მესი მარადონა, იმიტომ რომ ეს არ ეხება თქო პატერნალს ესე რომ გათანაბრება დიდად გასაპროტესტებელი არ არის, მაგრამ 100-0 გასაპროტესტებელი. არა, ხო, მაგაზე არა, 100-0-მდე ჯერ არ, მაგრამ არ მისულა, მაგრამ სხვა ქვეყანაში მივა. აქაც მივა, ადრე თუ გვიან ალბათ, იმიტომ რომ ესეა იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გამოიკითხეს და ბარეზი დაასახელეს. იმიტომ რომ მე ფრანკო ბარეზის რამეს ვერჩი, მაგრამ ეხლა რივერა არსებობდა და მეაცა იყო და პიოლა, რომლებიც ორჯერ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები 28-18 წელს, მაგრამ ისინი არის აღარასოს, ხო? ის ვინც ნანახი ჰქონდა ეს რაღაცები ცოტა ნერვებს მიშლის, იმიტომ რომ მე მგონია რომ 91 და ეს ის სხვა შორის ფრანს ფუტბოლის გამოკითხვითაც არის დადასტურებული, რომ ტოპ 15-ში არის 4 ქართველი ფეხბურთელი თუ 5. ანუ იმ წლის რა, ეს წარმოუდგენელი შედეგია. რა თქმა უნდა. და მე-7-ზე არის შენგელია. იცი რა, დღესაც, ეხლა შენ სწორი აღნიშნე, მეც ხიში ყვარაცხელია მოდის თქვენ თავი დავანებ. კი, ეს რაღაცა ფენომენალური ამოვარდნილი შენ წინ დაწერა მასზე. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე მგონი ესეთ ფეხბურთელს ჩვენ არ ყოლია. არავინ, არც 80-იანში, არც 70-იანში, არც 50-იანში და არც სამოვარდნილი მოვლენა. ეს სხვა რაღაცაა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ქმნის განსხვავებას ახლაც ამ წუთას ტოპ გუნდების საერთმანეთო შეხვედრებში ქმნის განსხვავებას, ესეთი ფეხბურთელი არ ყოლია. მე არ ვიცი რო ყოფილიყო ისინი რომ წასულიყვნენ ეთამაშათ რეალში. ხო, ერთადერთი არის ზუსტად ეგ რომ ჩვენ ვერ ვზომავდით მან პოტენციალს. ამიტომ იცი რა, უნდა ილაპარაკო იმით რაც მოხდა. ხო, ამიტომ ხო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესეთი რაღაცა ერთმანეთს არ დარდება. ხო, ისევე როგორც დი სტეფანო ჯობდა თუ ეს რა ქვია. მაგრამ აი შეგვიძლია მაინც ვთქვათ, რომ ყოველ შემთხვევაში რა მეხსიერების გამოცდილებაც არსებობს, ხო? იგივე გუცაევი, ყიფიანი, შენგელია არანაკლები კლასის ფეხბურთელები. ფანტასტიკური ფეხბურთელები და ხა მესხი პაიჭაძე მესმის რომ ეს არის უფრო სხვა მეხსიერების ნაწილი ფანტასტიკური ხალხი რომელსაც ეხა უსრულდება აგერ საიუბილეო წელია წელს ხო იმ გამარჯვების ხო ეხა იმ გუნდში ძალიან გაუჭირდებოდა
დღევანდელ წამყვან ფეხბურთელებიდან ვინმე საერთოდ მოხვედრა იმ 11-ში. მე ახლა მის პოზიციების მიხედვით არ მინდა შედარება. არა, დაკონკრეტებაც არ დაკონკრეტება, მაგრამ ძალიან გაუჭირდებოდა. კვარაცხელიას ცოტა ხანი თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ეს კიდე იზრდება და მე არ სადამდე მივა, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ ასე გაგრძელდა ის ახლა მიცემენ თუ არ მიცემენ ოქროს ბურთს არ ვიცი, ცოტა პოლიტიკური ამბავიც არის ხოლმე. ხო, ამიტომ არ ვიცი მეთქი მიცემენ თუ არა ოქროს ბურთს, მაგრამ ის უკვე წელს იმსახურებს ამას. ცხადი, ამ ფორმით იმსახურებს. აბსოლუტურად. ყველა შემთხვევაში, მაგრამ წინ მსოფლიო ჩემპიონატია. ხო, ნუ ახლა იცი რა. ისე მსოფლიო ჩემპიონატზეც კითხავ, რა მოლოდინები გაქვს. ან ვინ მოიგებს აზრით არა, აი როგორი ფეხბურთი იქნება. ცუდი მოლოდინები მაქვს წინა წლებთან შედარებით, გეტყვი რა კუთხით. ბევრი ისეთი თამაში იქნება, რომელსაც მე არ ვუყურებ. აი მე, რომელიც ვალდებული ვარ ვნახო ყველა თამაში, იმიტომ რომ ჩემი საქმეა ეს და ჩემი პროფესიაა და მომეთხოვება რომ ყველაფერი ვიცოდე, აქედანვე გეუბნები რომ ყველა თამაში ვერ ვნახავ. არა, მიზეზი არის მიზეზი იცი რა, გუნდები რომლებიც მოხდნენ ფორმატით ოფიციალური მიზეზი სამსახურში სათქმელად რომ არ გამაგდონ არის ის რომ მაშინ მე სამსახურში ვერ ვივი, იმიტომ რომ ღამის 6 საათზე, დილის 6 საათზე ყველა თამაში თუ ვნახე ხოლმე და მაშინ სამსახურში ვერ მოვალ უბრალოდ, ხო? და ჩემ მოვალებას ვერ შეასრულებ და ამიტომ გულდაწყვეტილი დავიძინებ. რეალობაში დავიძინებ სიამოვნებით, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებს თქვა კუროსაოს ნაკრების ესენი რა ქვია, ხილვა. იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ 48 გუნდი და 160 და 500 არის აფუჭებს ამბავს. ეს არის აბსურდი და გასაგებია რომ ჩვენ ისე გვაქვს საქმე რომ შეიძლება მარტო ამ შემთხვევაში ყველა თუ დაუშვეს მაშინ მოხვდეთ იმაზე მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა მე ახლა კვარაცხელიას ეს ფორმა მაძლევს იმის რომ გავალთ მსოფლიო ჩემპიონატზეც გავალთ და ფორმატების ცვლილება. ხო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კარგი ჩემპიონატი იყო 16 გუნდიანი. ეხლა ვიღაცამ შეიძლება მითხრას 16 ძალიან ცოტაა, მაგრამ უყურებდი და მშვენიერი იყო და ეხლა გავიგე ეხლა ვიღაც უნდა გაყდეს. არ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე არავინ არ გაყდეს. ეხლა იტალია ისეთი საშინელი იტალია ბოლოს 3 მუნდიალი გვაკლია. მე მგონი 80 რო გახდეს, მაინც შეიძლება კიდე ვერ მოხდეს, მაგრამ იმას ეხლა ეს იტალიური ფეხბურთის კრიზისის პრობლემაა და არა ჩემი, ხო? იცი რა მინდა კითხო და მე უკვე ორიოდ კითხვა მექნება ლიტერატურასაც. აი ეს დისკუსია რომელიც ბოლოს არსებობს და ნუ თლად თქვათ უავტორიტეტო ხალხისგან წამოსული ხო შეიძლება რაღაც აზრით ისინი სუბიექტურები არიან იმიტომ რომ დიდწილად საკლუბო ფეხბურთში მოღვაწეობენ მაგრამ ბევრისგან გსმენია ხო აი ფერგიუსონის ინტერვიუ მახსოვს თქვათ მოურინიოს უდგომს ვიღაცებს უთქვამთ რომ აი საკლუბო ფეხბურთი არის უკვე გაცილებით უფრო საინტერესო არა მხოლოდ იმიტომ რომ ის უფრო ინტენსიურია იმ თვალსაზრისით რომ ნუ ყოველ კვირა ნახულობ და ამას თქვათ მეტნაკლებად ახლა თუ კონკრეტულ გუნდს არ გულშემატკივრობ და ამ ხანაგურებზე იმას არ აკვირდები მაინც 4 წელიწადში ერთხელ უყურებ ხო ვიდრე სანაკრებო იმიტომ რომ იქ არის ამათი აზრით ხო ფეხბურთელები ერთი მხრივ გამოფიტული და მეორე მხრივ იმ მიზეზების გამოც რაც შენ თქვი დონე არის დაბალი ხო მაგრამ მაგას ამაგრებს უკან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ეს არის ნაციონალიზმის განცდა რომელიც ნუ ბუნებრივია უკიდურესად მნიშვნელოვანი აქტორია ხო და აი შენი აზრი რა არის ამას იცი რა არის მე გარკვეულწილად გამომდინარე იქიდან რაც თქვი ეხლა ჩემ თავს რა შევეწინა ამდენგო მე ბევრ რაღაცაში ვიზიარებ ამას ვიზიარებ კი არა მე ამას ვაფიქსირებ რომ ეს ასეა სანაკრებო ფეხბურთი თავისი დონით აშკარად ჩამოუვარდება თქვათ იგივე ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მე ვერ ვიტყვი ახლა კონფერენს ლიგაზე არ ვლაპარაკობ ახლა ხო საკლუბო დონეზე როცა ვლაპარაკობ გულისხმობთ ან ჩემპიონთა ლიგას ან თქვათ იმ 4-5 ჩემპიონატს რომლებიც სოფლიოში არსებობს ხო თუმცა აქვე მინდა თქვა რომ მე მაგალითად გაცილებით უფრო დიდი სიამოვნებით ვუყურებ სამხრეთ ამერიკულ იმას რა ქვია საკლუბო ტურნირებს თუმცა ისიც საკლუბო იმიტომ რომ იქ მიხედვით იმისა რომ ისინი გამოფიტული არიან იმის გამო რომ ფული ევროპაშია ყველა მოდის აქეთ მაგრამ დაახლოებით ჩემი ხნის თუ არა შენი ხნის მაინც ფეხბურთელები ბრუნდებიან თავიანთ
გუნდებში, იმაში ამღზდელ გუნდებში და სიამოვნება, ანუ უხდიან მადლობას თავიანთი იქ ყოფნით და სიამოვნებისთვის თამაშობენ, ისევე როგორც არიან ახალგაზრდები. ისე თამაშობენ როგორც იწყებდნენ. ეგრე. ხო და ეს რომანტიზმი ფეხბურთის თუ სადმე შერჩა იქ არის და მე ეს ძალიან ნოსტალგია. მე არ შეიძლება სასაკის ბრალი. მაგრამ ისიც საკლუბოა. მაგრამ ისიც საკლუბოა. მაგას ვამბობ. ანუ ნახე რა ხდება. მეორე მხრივ FIFA ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ეს ასე იყოს. ამ გუნდების რაოდენობის ზრდა ყოველ წლიური თუ არა ყოველ ციკლიდან ციკლამდე, ხო? კიდევ უფრო აღრმავებს იმ დისტანციას, რომელიც გაჩნდა უკვე საკლუბო და სანაკრებო დონეებს შორის. და მე კიდე რა მოხდა იცი? ნახე, გასაგებია რომ და ამით სპეციალურად ვიწყებ რომ 30-იან წლებში დაუშვათ იტალიის ნაკრებში და მე 70-იანებში, 60-70-იანებში ესპანეთის ნაკრებშიც და 50-იანებში ისევ იტალია აგრძელებდა. სულ იყვნენ ორიუნდები, ანუ სამხრეთ ამერიკელი ძირითადად ფეხბურთელები, რომლებიც არგენტინელი, ბრაზილიელი, ურუგვაელი ფეხბურთელები, რომლებიც ღებულობდნენ იტალიის მოქალაქეობას და მერე მსოფლიო ჩემპიონატებზე თუ ჩვეულებრივ ტურნირებზე იცავდნენ იტალიის ან ესპანეთის ღირსებას. ასეთები, ვთქვათ, 34 წელს იტალია ჩემპიონი რო გახდა, 4 არგენტინელი თამაშობდა, 38-ში ურუგვაელები ყავდა, 62-ში ვერ გახდა ვერაფრის მომგები, მაგრამ 57 წელს არგენტინასთან ერთად კოპა ამერიკას მომგები სივორი, ანჯელილო, მასკი ყველანი იქ იყვნენ. ანუ სორმანი ბრაზილიელი და ასე შემდეგ და ასე ნატურალიზაციას ეძახიან. ხო, მაგრამ იქ ნახე რა ხდება ვთქვათ ალტაფინი, რომელიც მაცოლას გვარით თამაშობდა 58 წელს ბრაზილიის ნაკრებში და 62-ში უკვე იტალიის ღირსებას იცავდა, ალტაფინია გვარად. ანუ ისინი იმიტომ თამაშობდნენ მშვიდად, იმიტომ ღებულობდნენ თავშოთ იტალიის მოქალაქეებს, ისინი იტალიელები ბად გზნობდნენ თავს იმ თავის არგენტინაშიც თუ ბრაზილიაშიც. ბაბუა იტალიელი ყავდა, ანუ ვიღაცა იყო იქიდან ჩამოსული. დღეს ისეთი პრაგმატული მიზეზებით იცulis ადამიანი იცვლიან ფეხბურთელები ეროვნებას. სიტყვაზე გეუბნები კლუბში გადასვლას გავს. ხო, იცი რა, თქვათ ვიღაცა ფუნიეს მორი, არაფერი კავშირი არ აქვს მექსიკასთან, იმის გამო რომ თამაშობდა მექსიკაში და იმ დროს მექსიკამ უთხრა რომ იცი რა, მე არ ყავს თავდასხმელი და მოდი ერთი პასპორტს მოგცემ და იქ მაინც ვერ მოხვდები არგენტინის ნაკრებში და აგერ ეგ კიდე დამატებითი მიზეზია, იმიტომ რომ ნაციონალურ ნაწილსაც კარგავს. მაგას გეუბნები, ანუ და ისე იოლად იცვლიან. კი, ეგ კიდე საინტერესო ნიუანსია. გაიგე, რომ უკვე ესეც იკარგება. აი რაც შენ თქვი რომ რაც რა პლუსიც ქონდა და აქვს და უსამართლო ხო? ადრინდელ ფეხბურთში მენეჯერიც იშვიათი იყო რომ სხვა ქვეყნის ამ დღეს ჩვეულებრივი ამბავია. აბსოლუტურად. წვრთნელი. აბსოლუტურად. გესმის და უცებ ხო, როგორ ეს მომენტი სიკარგება მე ყველაზე ნაციონალურ ნაწილში ხო ცოტათი უხერხულია რომ მაგალითად რა ვიცი ახლა მაგალითად ინგლისის ნაკრები შეხვდება გერმანიას. საკუთარ სამშობლოს ის კაცი, რა ვინც წვრთნის, ხო? ვერ მღერის ჰიმნს, იმიტომ რომ არ იცის. ხო. ესმის ხშირია შემთხვევა, თქვა გერმანიის ნაკრებში ხა, ნუ ბოატე გავიგე ხა, ერთი ძმა თამაშობს განის ნაკრებში, მეორე ძმა თამაშობს. ხო, ახლა მწვრთნელზე ვიძახე, შენი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა გაწვრთნა გუნდი. ნუ არ არის ახლა მთლად ესეთი სასიამოვნო აქტია. 6 მწვრთნელი ამ მუნდიალზე არგენტინას წარმოადგენს სხვა ნაკრებებში 6 მწვრთნელი. ანუ პარაგვაის არგენტინელი მწვრთნელი ყავს, ეკვადორს არგენტინელი მწვრთნელი ყავს, ურუგვაის არგენტინელი მწვრთნელი ყავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს არგენტინელი მწვრთნელი ყავს, თვითონ არგენტინას ყავს და კიდევ რაღაცა. უხეში ტერმინი ახლა მოუქნელი რაღაცა რო თქვა, ნაკრებების კლუბიზაცია მოხდა, ხო? ხო, გესმის და რა იმან უნდა ის ამბობს რომ არა ჩვენ რაღაცა ეკვადორი უნდა გავხდეთ და ჩვენ ეკვადორი რანაირად ახლა. ჩვენი წიგნებზე ვთქვათ ორი სიტყვა. წიგნების შემოსვლაზე. შენ თვითონ ბუნებრივია ამ თვალსაზრისით გამორჩეული ადამიანი ხარ, მაგრამ მიზეზი ამ გამორჩევის მათ შორის არის ის, რომ ოჯახი ყავდა ძალიან გამორჩეული, ხო? იქ ბაბუა აწუკე ეროვნულის მაშინდელი საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, მეორე ბაბუა ამ თვალსაზრისით გამორჩეული ადამიანი, აი როგორ შემოდის წიგნი შენი თაობის ადამიანში, ხო? ფეხბურთის პარალელურად თუნდაც, იმიტომ რომ ისიც აქტორია.
ხატული ლიტერატურა წიგნს ამას გულისხმობდა არა სკოლაში ხო ბუნებრივია ჩემთვის მე ხა ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ერთი მხრივ და რაც მეორე მხრივ მახარებს არის ის რომ ჩემმა შვილიშვილმა დაიწყო წიგნების კითხვა და აქ რო შემოვედი დავინახე ეგერ შენი თქვა დენ ბრაუნის რაღაც 1-2 ჩემი კუბატას თავგადასავალი მოგიტანე საჩუქრად მისთვის გადასარევი ძალიან გაუხარდება და აი მან რო წიგნი აიღო ხელში რაც ეს ჩემთვის ძალიან ესეთი გამორჩეულად აღსანიშნავი ფაქტია ჩემი შვილი მაინც ის თაობაა რომელსაც წინ არც მიუტოვებია. თუმცა მის და მე ძალიან მეამაყება თუმცა მის თაობაში გამორჩეულად კარგი სამეგობრო ყავს და ამ თვალსაზრისით ძალიან კარგები არიან და მე ეს ათმაგად მახარებს. მაგრამ დღეს ხო ვიცი რა ბევრმა რაღაცამ ჩაანაცვლა წიგნი. ჩემთვის მე აბსოლუტურად წარმოვიდგენ მე ვერ ვხვდები როგორ შეიძლება რომ რამე ანაცვლებდეს წიგნს, იმიტომ რომ მე ასე გავიზარდე. თუმცა რაღაც პრაგმატული კუთხე რაღაცა მესმის გესმის, იმიტომ რომ ნუ საცდურია ბევრი. ხო, ძალიან ბევრი რაღაცა სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი არსებობს საამისო და მე არ ვიცი მე რო ყოფილიყავი მე სად ვიქნებოდი მე ყველა მორევა არ არის სასიამოვნო. ხა წიგნს რო ეგერევა, ხო, მორევა არ ნიშნავს იმას რომ ეს უკეთესი ამბავია. რა თქმა უნდა. ჩემთვის ხო მე ბავშვობით, თუმცა ჩემ თაობაში იყო ძალიან ბევრი ადამიანი რომ არ კითხულობდა. აი ბაბუა რას გეუბნება? ბაბუა ჩემი მთელი ცხოვრება რაღაცას კითხულობდა. ბაბუა ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ პრინციპში არც ისე დიდი ხნის იყავი, როცა ბიბლიოთეკისაც გახდა, ხო? კი, რა თქმა უნდა და ბიბლიოთეკის რო გახდა. ეს არის 80-იანები, 90-იანების დასაწყისი. და მაშინ მაგრამ რა ქვია, ჯანსო შარკიანმა იხუმრა ძალიან ესე კარგად, რომ სწორი გაწყვეტილებაო კაკორო დანიშნეს ბიბლიოთეკის დირექტორად წიგნს არ მოიპარავს, იმიტომ რომ ყველა წაკითხულია. ხო და რაია. ხო და ყველა ნამდვილად არ ქონა წაკითხული, მაგრამ სულ მუდმივად ბოლო დღემდე ის 84 წლის 83 წლის იყო როცა გარდა ეს 84 მიღწეული თითქმის აი ბოლო წუთამდე სულ რაღაცა წიგნი ეჭირა ხელში ბოლო პერიოდში მეწილად უფრო ვთქვათ მემუარიული და ისტორიული იყო ძალიან კარგი მენეჯერი. ბიბლიოთეკას რო დღეს ამდენი შენობა აქვს და რითაც თავს იწონებს რა, ეგ არის მთლიანად გაგოძიძიგურის დამსახურება. აი ქუჩაზე რო გაიგე გუდიაშვილზე შენგან ამის გაგონება, იმიტომ რომ შენ თვითონ იყავი ძალიან კარგი დირექტორი. ხო და ეს ამიშოლოვანი რაღაცა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შეიძლება წიგნი გიყვარდეს, წიგნის კაცი იყო და თან მენეჯერი იყო შესაბამისი, ეგ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. გაგოძიძიგური ხო, რა ხა ჩემს ხო ჩემი რაღაცა გითხარა რა. კი, მაგრამ ხო, ეს არის კომპლიმენტის დაბრუნება, ეს არის აბსოლუტურად ესმის და მადლობა ამისთვის, უბრალოდ ის აღსანიშნავია, იმიტომ რომ ხა მე მეტნაკლებად ხო ვიღაცები მის ის შეიძლება ზუსტად იმ მეხსიერების ნაცადად ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, რომ აი რაღაცა იკარგება და თუ ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკეთ, ხა დღედაღამე ხა იმაზე ჯენზიზე, რომელიც სულად შესანიშნავი ხალხია, ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ სხვა ხალხიც არსებობდა ამ ქვეყანაში. და შესაბამისად ჩვენთან სახში წიგნი იყო ალბათ არ ვიცი, ყველაზე უფრო დასაფასებელი და ყველაზე ძვირფასი. წელე მოდიოდნენ სტუმრად. კი, ძალიან ბევრი, იმიტომ რომ იცი რა, ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ ეხლა ცოტა ნანობ უკვე ჩვენ გადავეცით მისი არქივი ლიტერატურის ინსტიტუტს. ლიტერატურის ინსტიტუტის სერვერში. მაგრამ მე მაინც მერჩივნა რომ ეს ეხლანდელი გადმოსახედიდან ხო იმიტომ რომ ბაბუაჩემ გარდაცვალა 97 წელი იყო, ანუ გავიდა იმის მერე ლამის 30 წელი თითქმის და მე მერჩივნა რომ სადღაც ვიღაცის მეხსიერებაში მაინც ის მიმსვლელი კაცი მე არ ვიცი ვინ არის ვინ მივა და საერთოდ რამეს წაიგებს. მე მგონია რომ მე ჩვენ გეგმავდით ამაზე ადრე თუ გავხარჯელება რომ მისი ოთახი უნდა იყოს ეროვნული ბიბლიოთეკაში. ნახე რას გულისხმობ. აი თქვა ეხლა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი არის
კონსტანტინე გამსახურდა. კონსტანტინე გამსახურდა კოკო ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემს დასწავლობდა, ერთად სწავლობდით. ბაბუამისთან მიმოწერა, რამდენიმე წერილი არის დაცული იყო იმ არქივში, რომელიც მე ბებიაჩემმა გადასცა, მას რა ქვია, ლიტერატურის ინსტიტუტს. რატო ვამბობ, ეხლა ნახე ერთი პატარა პასაჟი ესეთი, ჩემთვის დაამნიშნელოვანი. ეხლა რაღაცა პირველ არხთან ერთად ჩავიფიქრეთ, რომ გავაკეთოთ ფილმი ძიძიგურები, ეს რა ქვია, დოკუმენტური ნახევრად ფილმი, სადაც დედაზე, ბაბუაზე, თქვათ, მათ მამაზე, ბაბუჩემის მამაზე ვარლამ ძიძიგურზე, მის ძმაზე შოთაზე და ასე შემდეგ რაღაც იქნება რა. ეხლა ნახე რა ხდება. ვარლამ ძიძიგურის დედაენით ისწავლებოდა სკოლაში ქართული ენა პოსტგოგებაშვილის პერიოდში. მე არ მაქვს სახში მისი დედაენა. იმიტომ რომ ჩვენ ეს გადავეცით მუზეუმს. ეხლა ვიყავი ჩასული მათხოთში მისი სახელობის სკოლა. იმათ არ აქვთ ეს დედაენა რომ ედოთ თავიანთ იმაში რა ქვია ბიბლიოთეკაში ხო ამ ფილმზე მუშაობისთვის დამჭირდა რომ რა არის მეთქი ეხა ის ინსტიტუტი გადადეს ერთ შენობიდან მეორეში და იქ გზაში კიდე დაიკარგება მე არ ვიცი მაგრამ ნუ ღმერთთან უქნას მაგრამ დიდი ალბათობით მგონი რომ დაიკარგება იმიტომ რომ ნახე რო გამოვითხოვე რა არის მეთქი აღწერა ეს ორი წერილი კი არის იმის კონსტანტინესთან მისი მიმოწერა რაღაც მასთან ხაჩოს კინოსტუდია ახსენე შენ და კინოსტუდიის დირექტორია მაშინ და თვარის მოტაცებას იღებს თამაზ მელიაო და ამასთან დაკავშირებით არის იქ რაღაცა მიმოწერა ესეთი რაღაცებია ჩვენი წინაც პატარა ინტერმეცოს არ იყოს ეს ნიუანსები ქმნის ქვეყნის ისტორიას რა თქმა უნდა თორე ხა პოლიტბიუროს უფროსი ან იმისი უშიშროების უფროსი ვინ გახდა და რაღაცა ეს არის მაშინ ნახე ხა რა ხდება ამათი სახლი ვარლამის სახლი იდგა დღევანდელი იმის რა ქვია რედისონის ადგილას და იქიდან ხონიდან ჩამოსული სტუდენტები მუდმივად ცხოვრობდნენ აქ უსასყიდლოდ ბუნებრივია სანამ სწავლობდნენ ორ სახლიან სახლი ჰქონდათ და ამ სახლის ძალიან ხშირი სტუმარი იმიტომ რომ მისი ძმის და თვითონ ვარლამის ძალიან ახლო მეგობარი იყო გალაქტიონ ტაბიძე იჯდა იყო გაუთავლად ამათად მათთან სახში აქ დაწერილი ახალ წელს მრავალ ახალ წელს ესეთი ლექსი რომლის ხელნაწერიც ჩვენ მე გადავეცი მუზეუმს ამ ჩამონათვალში ის არ არის მე იმას კი არ ვამბობ ის დაიკარგა მაგრამ ის არის უკვე აღნოსხული როგორც ალბათ არის უფრო გალაქტიონ ტაბიძის არქივის ნაწილი და ის ლინკი ანუ ის კავშირი იმასთან რა ქვია ძიძიგურების ოჯახი ანუ სად დაიწერა მე ვიცი და აგერ გითხარით ვაფიქსირებ ხა იმიტომ რომ შეიძლება ხვალ არავის ეს არ გაახსენდეს და თქვა რომ იცით რა რაღაცა მე ვიპოვე ეგერ ლიტერატურის ინსტიტუტში ხვდები ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა ესეთ რაღაცეებში აქ პატარ-პატარა დეტალებს ხო და ეს არქივები ამითია საინტერესო რომ იმ კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება მე მაქვს მაგალითად ეხლა გადავეცი თქვა ასევე ბებიაჩემის დედის არქივი გადავეცით და უშუალოდ მას რა ქვია გიორგი კალანდიას ხელოვნების სასახლეს ხო და იქ არის მაგალითად კოცია იმის რა ქვია ერისთავის ანუ ბებიაჩემის ბაბუის არქივი რომელშიც ფოტოებია როგორც ცხოვრობდა მათთან ფლიგელი ჰქონდა ერთი აკაკეწერეთელს და ფოტოებია გადაღებული ამ ფლიგელში მასთან ერთად თვითონ ეს კოცია იყო აი ერთხელ ვიხილე ბაღში ყვავილი ეს ლექსი თქვა ვინსია და სხვა მე მაგ სახში რვეული რომელიც გამზადებული ქონდა წიგნად გამოსაცემად ეხა დიდი შედევრი შეიძლება ლიტერატურული არ იყოს ის არის რაღაცა გურული მისი თანამედროვეების ხუმრობებია რაღაცა ზოგი უფრო 1927 წელს და როგორ აქ იცი დაწერილი სკოლიოებით და იმითი რა ქვია სარჩევით ანუ წიგნად გამოსაცემად ქონდა თავისთვის გამზადებული ის წინააღმდეგ არ გამოსულა მე მაქვს ეგრე სახში გამოსაცემი ანუ ისეთი რაღაცეებია რომელიც შეიძლება ჩემმა შვილიშვილმა მე თუ რაღაც ამას არ მივხედე ან ვიღაცა
მიხედა, ხო? იმ როლს რო ჩახედა, ის ვერ მიხვდება იმას საფთარს ვინ არის ეს კოწია გესმის? კი ბატონო, გადააგდო საერთოდ. მე მივესალმებოდი, რომ მე ძალიან მაღიზიანებს ხოლმე პოდკასტის ერთი ჩემი აზრით ნაკლი, როდესაც ის არის დაუსრულებელი და გადადის უწონადობაში. კი, არა, ბუნებრივია. მაგრამ ჩვენი შემთხვევა შენი სტუმრობა არის პირიქით. და მივესალმებოდი, რომ ეგრე ყოფილიყო, მაგრამ აქაც რაღაც საზღვრები არსებობს. კი, ბუნებრივია. რახანაც ადამიანმა სამწუხაროდ ეგ ამბავი მონიშნა საკუთარ ცხოვრებაში, მაგრამ ბოლო რაღაც მინდა კითხო, რას იძახიან იმას არ ვიცი, ქვიზი არ არის ალბათ, რაღაც ბლიცში თუ რაღაცაში მოგისმინე ამას წინათ, სადაც რაღაცა უნდა გაგემარჯვებინა ერთმანეთზე, რა ფეხბურთელები და მწერლები და მეტი მაგას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ბორხეს მოაგები. მესი სადღაც ნახევარფინალში ეგ დამღუპველი იქნებოდა დღეს, იმიტომ რომ ქვეშ კომენტარებში ახლა ფიქრობდნენ, რომ შეიძლება ბორხე შეიძლება ინდეპენდენტის ფეხბურთელი ეგონათ და ამ კაცმა რაღაცა იმითი მოაგებინა, რაღაც პერსონალური იმით. და ის კორტასარი შეიძლება ეგონათ, რა ვიცი, ვერონის შემცვლელი, ეს რაღაცა ეგეთი ხალხი გიტევდა, რომ ეს როგორ გამოაგდებო, მაგრამ მარადონა ბორხეს იყო ფინალი. არა, ახლა ნუ მოაგებინებ, მაგრამ აი საინტერესო არის რითი გავს არგენტინული მწერლობა არგენტინულ ფეხბურთზე, რითი არ გავს. ამ გამარჯვებანობას კი არ ატარებ ის ახლა. უბრალოდ სხვანაირ კითხვას. იცი რა, თქვათ, ჩემთვის რა არის ბორხესი და კორტასარი, ხო? და მან მათ შორის სხვაობასაც გეტყვი, რომ თქვათ, ბორხესი უფრო ამბავია, იმიტომ რომ ყოველთვის არა. მაგრამ თქვათ მისი და არც ისე მარტივად წასაკითხი. არ არის. ბორხეს არ არის. კითხულობს სპეციალურად. კორტასარი ჩემს გაცილებით უფრო იოლი საკითხები და იმიტომაც მიყვარს. და აღიაროთ, რომ სიამოვნებითაც. რა თქმა უნდა. საოცრად ყველაზე დიდ სიამოვნებას მე ვღებულობ კორტასარის მოთხრობების კითხვისას. ბორხესი გარკვეულწილად ბორხესი უფრო მაკვირვებს ხოლმე. ბევრ რაღაცაში. მომზადებით წასაკითხი მწერალია, უნდა დააჭიროს. კი და იცი რა, აი რამდენჯერაც წაიკითხა იმდენი რაღაცა ახალს აღმოაჩენდა, თქვათ მისი ფრაზებით შეიძლება მომზადებული, არ ვიცი, მაგრამ თქვათ ერთხელ ლიტერატურულ გაზეთში, რუსულ ლიტერატურულ გაზეთში იყო ესეთი ფრაზა, რომ სიკვდილის კი არა, უკვდავების მეშინია მე. ადამიანის ერთ-ერთი მთავარი შიშია. უკვდავება მეხსიერებით. ხო, და იცი რა, რაღაცა ზოგჯერ ფიქრობ, რომ იცი რა, ხა ეს რაღაცა ფანფარონი, რაღაცა ეს სპეციალურად სახში წაივარჯიშა და რაღაცა ის მაგარია. მაგრამ ნუ აი ხო, აქ რაღაცეები. და იცი რა, გენიალური ავტორი. ხო, და აი აქ ფეხბურთი არც ერთ დროში იქ კორტასართანაც, ბორხესთანაც არ არის დროის სივრცის იმის ყველაფრის უგულებელყოფა ხდება ხოლმე თელ რიგ მოთხრობებში, მაგალითად იგივე კორტასართან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთხრობა არის პარკების უწყვეტობა, საოცარი ეს არის რა ქვია რა, წყობა აქ თქვა თვითონ ერთ ამხელა 3-აბზაციან თუ 4-აბზაციან ამას რა ქვია მოთხრობას და იცი რა, მე ამ სულ ისე მახსენდება აი ამ ფუტბოლში, ანუ წაკითხული არგენტინული ფეხბურთის აი ის დახასიათება, რომ ისინი ყოველთვის წაშზე არიან ორიენტირებულებიო და შეიძლება მიანებონ, შედეგს მიანებონ თავი, იმიტომ რომ სიამოვნება მოგანიჭონო და აი ჩემთვის არგენტინული ლიტერატურა არის სიამოვნების მომნიჭებელი, იმიტომ რომ მე კორტასარი უფრო ვარ. მე შეიძლება იქ ბორხეს მოვაგებია, ობიექტური აზრით, ხო. მისი სიდიადის გამო, იმიტომ რომ მარადონაც არ არის ჩემი საყვარელი არგენტინელი ფეხბურთელი, რა თქვა ბრინდიზი, მაგრამ ის არავინ არის და ეს რო თქვი კი ნაღამ მომკლეს, იმიტომ რომ იმად გონიათ რომ მე არ ვიცი მარადონას არსებობა. ეგრე იყო ეს იმაზე, ხო, იქაც რო წერენ, ხო, ახი მე არ ვაქცევ ყურადღებას როგორც წესი მას კომენტარებს, იმიტომ რომ ნუ ახლა მე იმ კომენტარის ადამიანისთვის არ წერა. სხვა არის ვინც საერთოდ არ აკეთებს კომენტარს, მაგრამ მას სიამოვნებს და ხო, ჩემთვის არგენტინული
ფეხბურთი არის პირველ რიგში ვნება, რომლის გარეშეც არაფერი არ არსებობს საერთოდ, არა მარტო ფეხბურთი, საერთოდ არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე და ლიტერატურაც არის ვნება, თუ არ არის ვნება, თუ არ არის ამბავი. კი. რაზეც ლორკა ეძახის დუენდეს. ხო, ეს არის რაღაც, რაც არის სქემატურობის მიღმა. ხო, შეიძლება 5-0 წააგო, მაგრამ ვნება იყოს. ეს აი ამითი ვამსგავსებ მე ამათ ერთმანეთს. რითი არ გვანან იცი რა რთულია პასუხის გაცემა. უფრო გვანან ვიდრე არ. უფრო გვანან ვიდრე არ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ ჩვენი სტუმარი ბიბლუსი თოქსის სტუმარი იყო ბიძინა ბარათაშვილი. მე მგონია რომ ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა, მე ვისი ამოვნე, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მოკლედ იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფეხბურთს და რა ვიცი, სხვა არ მოგიწოდოთ ამაზე მნიშვნელოვანი თუ არსებობს რამე მე არ ვიცი. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.